Federico Scolimoguzaneva, Nicolati Sahmuzamushi, who are Georgi Pansularia, that we can be amsham, 20 exclusives. Evolution that it cut from Sanam put to the Grisau, the train Nicolati Shesar, Rak of Shirep, Nicolades, so the Jikash. So the Jikash, Nicolades, Eduletica, Edamisi, Asnauri, Elizabeth, Mirsa, Hiranis Asu, Panze, Gahta, Jikash, Kaldabu. Nicolades, Abua, Edis Krida, Hirando Pipanze, Ataswas, that's Pochi Daiba, who kept its in the Pitolash. Protatas was what the is like this. Ormods the summit is Nicolades. Uwe Europoli, Umarlesi Gahatlebism con. Encyclopedia Gahatlebism con. Talian Gamotstili, Sazogado, Politico, the practical Simowats, and how is the Dulechi Chamonis. Masak, Egobrebo, Anaperiata, Hodaria, Taman Milneda, Sopeli Jihashis, Nikos Mamuris Sapi, Chekna, Mashi, Hels Rusetis Imperiashi. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოფლის მეურნეობის მაგალითი. და მაინც რა გააკეთა ნიკო ნიკოლაძემ სოფელ დიდჯიხაიში. პირველ რიგში ნიკოლაძის სახელთან დაკავშირებული გახლავთ სამტრედიის სარკინიგზო კვანძად ცემა. აქვე შეგახსენებთ, რომ საერთოდ მთელ სამხრეთ კავკასიაში, ამიერკავკასიაში, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთში რკინიგზების მშენებლობა დაკავშირებულია ნიკო ნიკოლაძის სახელთან. სწორედ ნიკო ნიკოლაძე მოიწვია ამიერკავკასიაში, მათ შორის საქართველოში, ცნობილი ინჟინრები ბუნგე და პალაშკოვსკი, შეიქმნა პირველი ამიერკავკასიის რკინიგზის კომპანია და ყველა თავდაპირველი ძირითადი რკინიგზის მაგისტრალი ნიკოს უშუალო ხელმძღვანელობით, მისი უშუალო ჩართულობით იქნა აგებული. აქედან გამომდინარე, უნებრივია, რომ სამტრედიის სარკინიგზო ისტორიაც დაკავშირებული გახლავთ ნიკო ნიკოლაძის სახელთან. Ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის სამტრედიის ისტორია დაკავშირებული მის საქმიანობას. გარდა ამისა, სოფელ დიდჯიხაიში ნიკო ნიკოლაძე წარმოგვიდგა, როგორც სოფლის მეურნეობის რეფორმატორი და არაჩვეულებრივი მცოდნე სოფლის მეურნეობისა. მაგალითად, მის სახელს გაუკავშირდა ხონის სარწყავის სისტემა. ხონის სარწყავის სისტემა ეს იყო მეგობრებო, თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ისტორიაში ფაქტიურად პირველი სარწყავის სისტემა. და ამ სარწყავის სისტემის აგებით ნიკო ნიკოლაძე მაშინ გვალვას აქედან გამოწვეულ მოუსაუბრიანობას ადგილობრივი ლექობა გადაარჩინა და რასამედია ძალიან დიდი წარმატება მისცა ადგილობრივი სოფლის მეურნეობას. გარდა ამისა, სოფელ დიდჯიხაიში, ისე როგორც სრულიად საქართველოში, ნიკო ნიკოლაძის სახელთან დაკავშირებულია პირველი თანამედროვე პოსტა და ტელეგრაფის დაარსება. ქალაქ თბილისში და მათ შორის ძალიან სოფელშიც და ამ ნიშნით მაშინ სოფელი დიდჯიხაიში ერთ-ერთი პირველი სოფელი იყო ეს რუსეთის იმპერიაში და სამედროვე პოსტა თანამედროვე ტელეგრაფი ფუნქციონირებდა. ნიკო ნიკოლაძე ნელ-ნელა მედულეთში ჩამოსულა. 20 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის სავალდებულების შემოსკიდა და მოაწყო არაჩვეულებრივი მოგებაზე დამსვლელი მეურნეობის მაგალითი. ეს იყო მეურნეობა, რომელიც თანამედროვე ტექნიკას და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ცოდნას იყენებდა. აქ ნიკოლაძე მეუბნებოდა, ჩვენ დღეს ხომ ვსაუბრობთ წვანეთა პოლიტიკაზე, რა არის წვანე პოლიტიკა? ეკონომიკური პრობლემები, რომ ბუნებრივი რესურსებს სწორად და მართლობად გაუყიდეთ. ნიკო ნიკოლაძე საქართველოში პირველი იყო, ვინც ამ თემაზე დაიწყო საუბარი და დიდჯიხაიში იგი უფრთხილდებოდა ძალიან სცენარიულ კულტურებს, აჩვენებდა მაგალითს იმისას, ლექობას, თუ როგორ შეიძლებოდა ერთი სცენარიული კულტურის სწორი გამოყენება, ისე რომ ბუნებას ზიანი აღიდგებოდა. უშუალოდ სახელმწიფო ნიკო ნიკოლაძე მოიწვია რუსეთიდან ქართველი ცნობილი პროფესორი ვასილ ტრიაშვილი და დაარსა შემდგომში სახელგანთქმული დენდროლოგიური პარტია. ეს დენდროლოგიური პარტია თავის დროზე ასამბლეს სხვადასხვა სახეობის მცენარეებით იყო დასახლებული, როგორც ადგილობრივი ჯიშის მცენარეები, ასევე უცხოეთიდან ჩამოყალიბებული მცენარეები. აქ ზოგიერთი ექსპერიმენტი ტარდებოდა მცენარეებზე და ზოგიერთი ჯიშები მერე ირგვლივ რეგიონში ვრცელდებოდა. მაგალითად, იბერეთსა და გურიაში არსებული ცნობილი შესაძლებელი მასალა, ეგრეთ წოდებული ტრიფოლიატის მოგებწონე ლიმონი, სწორედ ნიკო ნიკოლაძემ გამოიყენა პირველმა ამ დანიშნულებამ. თელს იმერეთში პირველი სარგაფისებული ტიპის მარანი
ნიკო ნიკოლაძემ თავისი სახით ხვევით გამათავსა, აქ თქვენ ნახავთ, რომ ერთი სართული მთლიანად მიწისქვეშაა, ჩადმული თუ შეიძლება ასე ითქვას, იქიდან მხოლოდ ქვევრებია შემორჩენილი, მაგრამ თავის დროზე მეღვინეობისთვის იყენებდა ამ ყველაფერს ნიკო ნიკოლაძე. აქ ნაირგვარი ჯიშის ცხოველები ყავდა მას ასევე მოშენებული და ჩვენში ცნობილი მთიანი გამოთქმა, როგორ აღშენებულთა, ზოგი გამოთქმით როგორ გაკეთებულთა შავი დეგადები, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ როგორი ხეირი ნახე, როგორი წარმატება ნახე, წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ნიკოლაძის მამულში დასახლებულა ეგრეთ წოდებული ბანკის ჯიშის შავი დეგადები. როგორ ჩანს, ისეთ ხეირია, ისეთ კარგეობებში იქნება, რომ მე გეოგრაფიაში გასცი მთიანი გამოთქმა გამოჩნდა. გარდა ამისა, სოფელ ჯიხაიში ნიკო ნიკოლაძემ თანამედროვე საავადმყოფო დააარსა, გიმნაზიები შექმნა, პირველი ქალთა გიმნაზია რუსეთის იმპერიაში მეგობრებო, რომელიც მდებარეობდა სოფელში ნიკოს მეუღლემ ოლგა ალექსანდრეს ასულმა ამ სახლში შექმნა. და არაერთი გამოჩენილი მოღვაწე იყრიდა თავს, რასაკვირველია ისვენებდნენ, ერთობოდნენ, მაგრამ იქ შეუვადია, რომ იგებდებოდა ძალიან დიდი მნიშვნელობის საქმიანო საქმეებიც. აი ეს დამხმარე ნაგებობა კი ასე ნიკოსეული გახდა. ამ ნაგებობაში ნიკოლაძის მამულის მართვები, ანუ მისი მოურავი სიმონ ვაშაკიძე და მისი მეუღლე ელისაბედი ცხოვრობდა. ეს სიმონ ვაშაკიძე მართალია წერალითის დიდი მცოდნე კაცი იყო, მაგრამ ისეთი კარგი მეუღლე ყოფილა, ისე ეხმარებოდა ნიკოლაძეს, რომ აკაკი წერეთები, ვინც იყო სოფელი ჯიხაიშის ხშირი სტუმარი, ენადგიმატორდა და ამბობდა, რომ მე სიმონა ვაშაკიძე კი არა, ღირსია სიმონა ნიკოლაძე იყოს. ესეც ნიკოს მარანი გახდა, პირველი მარანი გახდა. აი ეს არის ნიკოს დროინდელი ბეტონი მეგობრებო, კიდევ რამდენი ადგილზე თქვენ არ შევხვდებით ნიკოს დროინდელ ბეტონს, საქმე იმაშია, რომ ბეტონი და კინაბეტონი პირველად სწორედ ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით იქნა გამოყენებული სამშენებლო მასალად, ჯერ ოჩიფოთის პორტში და ამ დროს ფოთის თავი ანუ ქალაქის მერი თავად იყო ნიკო ნიკოლაძე და შემდგომ სხვადასხვა. ამ დროში კი გამოყენებული გახლავთ ნიკოსეული სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპოზიცია, რასაკვირველია, ნიკოლაძის ქონება გაცილებით დიდი იყო, მაგრამ 1921 წელს, როცა რუსმა ბოლშევიკებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრეს, ისინი არ წყალობდნენ, კარგი თვალით არ უყურებდნენ ნიკო ნიკოლაძეს, გაძარცვეს აქაურობა და არბიეს მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელიც მეორე სართულზე ყოფილია განთავსებული და სახლი აღმოჩნდა რეალური განადგურების საფრთხის წინაშე. რომ არა ისევ ნიკო ნიკოლაძე, ვინც 1925 წელს აქ მაშინდელ ხელისუფლებას როგორღაც დაარსებინა სამეურნეო უფასო სკოლა პედაგოგისთვის, მერე ეს სკოლა 1930 წელს გადაკეთდა თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პროფესიულ სასწავლებლად დიდი ჯიხაიშის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად 1951 წლამდე აი ამ სახლში, ამ სახლებში ცხოვრობდნენ სწორედ ტექნიკუმის პედაგოგები და ტექნიკუმის ერთ-ერთ ამაგდარ დირექტორს პოლიკარპე მიხაძეს უკავშირდება 1951 წლის 1 ივლისს ამ სახლში მუზეუმის დაარსება. თუმცა შემდგომ 1953 წლიდან 67 წლის განმავლობაში საქმეში ედგა ერთი უაღრესად დამსახურებული ოჯახი, ეს იყო ბიბილეიშვილების ოჯახი, თინა ვალერიანი და ლია ბიბილეიშვილების, სწორედ ამ ოჯახმა შექმნა ეს მუზეუმი, დაიცვა მერე ძმე პერიოდში საქართველოს ისტორიისა და მოიტანა ასე თუ ისე დღევანდელ დღემდე. ამიტომ აღარ უნდა გაგვიკვირდეს თუ ვხედავთ ნიკოსეულ აურაცხენითებს. რაც შემორჩა ესეთი წლების განმავლობაში სიმწრით ოფლით ჯაფით იქნა შეგროვებული. აი თქვენ წინაშე ერთი საინტერესო ნივთია წარმოგვიდგენილი, ვინც დამყოფი ხარ ჩვენთან. ნუ დაბასპოილერებთ. ხოლო ვინც არ ახლა დამყოფი, მოდი გამოცდოვანა ვითამაშოთ. და თავაზობ, თქვენი ვერსიები მითხრა. რა შეიძლება იყოს ეს ნივთი? როგორ ფიქრობ? რა დანიშნულებისა შეიძლება იყოს? აბა დავაკვირდეთ. მოდი თქვენი ვერსიები ჩამოვყავოთ და მე ეგევა გაიშლება სწორმა პასუხმა. ხო არა და ეს დაგეხმაროთ. მაინც მოდი დავიწყოთ. პირველი ვერსია, საკერავი მაქნა. კიდევ რა შეიძლება იყოს? და ბოლოს ხო სწორი პასუხი. რაზე მოდის თავში? მოდი სწორ პასუხს მოვეცეთ, გავერთოთ. ამიტომ რაც მოგაფიქრებათ ეს პრინციპი. რამე საჭირო რაღაც ის. რაღაც საჭირო. და სინამდვილეში ეს გახლავთ 19 საუკუნეში, რა? საკერავი 19 საუკუნის ბოლოს გერმანიიდან ჩამოტანილი ხელით სარეცხი მანქანა. ხელით სარეცხი მანქანა. და როგორ მუშაობდა იგი?
თუმცა თავსახური გაიხდებოდა, მას ქვევით აქვს ხის ბორბალი, ჩაყრიდან გასაკვირველია სარეცხს, დაასხამდნენ თბილ წყალს, მექანიზმი ხელით მოდიოდა მოძრაობაში, ესე იგი ბორბალი ტრიალებდა სარეცხს, აბრუნებდა და რეცხავდა ამრიგად და შემდგომ გაბინძურებული წყალი ონკანის მეშვეობით გარეთ გაედინებოდა. ხოლო სველი სარეცხი აღნიშნული საწურების მეშვეობით იწურებოდა. ესე იგი, მინდა აქვე გითხრათ, რომ ნიკოლაძე იყო მეგობრებო, მეცნიერულ სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე შეყვარებული კაცი. იგი ხშირად მოგზაურობდა ევროპაში, იმისდით, რომ მაშინდელი მიღწევები აეთქისებინა და მერე ეს ყველაფერი გაევრცელებინა საქართველოში. მათ შორის ეს ეხებოდა ტექნოლოგიებსაც გასაკვირველია. ეს კი გახლავთ საოჯახო წისქვილის ქვა, დოლურა, საოჯახო წისქვილის და თავად საოჯახო წისქვილი არ არის შემორჩენილი. უკან თქვენ ხედავთ ინკუბატორის გამათბობას, ინკუბატორი ხო ვიცით რა არის? იწიგნების საჩეკი ხელსაწყო, ხო? პირველი ინკუბატორი იმერეთში ქონია სწორედ ნიკო ნიკოლაძეს, თავად ინკუბატორი აღარ შემორჩა, მაგრამ შემორჩენილია მისი გამათბობელი გერმანული ცეცხლმაგრი. და ისევ გამოწყობა უნდა თამაშობდი. და როგორც ვთქვით, რა შეიძლება იყოს? არადა ერთი ვარიანტი, კიდევ რა ვარიანტია? მინის საწოლი? კიდევ დიახ, უკანი აქვს. ეს ხელისავანი გამოსაჭრელო ხო არის? მოდი ვთქვათ ეხლა სწორი პასუხი, ეს არის ევროპიდან მაცივარი. დიახ. და როგორ მუშაობდა ახლა ეს მაცივარი? შუაში ჩაალაგებდნენ ყინულს. აქეთ-იქეთ თაროებზე სურსაცანო ვაგეს და მერე ყინული რა თქმა უნდა გავნადი წყლისაქვით ონკანის მეშვეობით გარეთ გაედინებოდა. გაიზრდა კითხვა, საიდან იყო ეს ყინული? საქმე იმაშია, რომ მაშინ თუ კაცრი ზამთარი იყო, ახლა ნიკოს დროს კი არა, მეც კი მახსოვს ბავშვობაში რომ თუ კაცრი ზამთარი იყო, როცა მდინარეები იყინებოდა, იქ ფინიში ცდოვინია რომ დიდუბეში იყო ყინულჭრელები საამქროებიც კი განთავსებული და ისინი მოიპოვებდნენ აი ამ ყინულს, მიწის ქვეშ უფრო გრილადზე ინახავდნენ, ასე იყიდებოდა ეს ყინული და რასაკვირველია მაშინ თუ იმე გარდაიცვლებოდა, აი ამ ყინულის მეშვეობით ხდებოდა აი ამ ცხედრების შენახვა. აი ეს ყინული იყიდებოდა, ჩალაგდებოდა სწორედ და გარკვეული პერიოდი რა თქმა უნდა მაცივარ შეეძლო ფუნქციონირება. შეიძლება ქსვენია თუ არა და მე გეტყვით რომ ამბობენ თუ ქუჩაში მოსიარულეს დაინახავთ ველოსიპედზე მსხდომს. ყოველი მესამე უეჭველად იქნება სამტრედიელი. ალბათ, იმიტომაც ამბობენ რომ მთელ საქართველოში პირველად ველოსიპედი სოფელ დიდ ჯიხაიში სწორედ ნიკო ნიკოლაძემ ჩამოიტანა 1899 წელს ქალაქ პარიზიდან. თავის ახალშობილ ვაჟს შემდგომში სახელგანთქმულ მეცნიერსა და სპორტსმენს გიორგი ნიკოლაძეს აჩუქა. ისე უყვირდა ადგილობრივ მოსახლეობას ნიკოლაძე ველოსიპედზე სხდომი, რომ იძახდნენ ნიკოლაძე ორთვალა ეშმაკზე ზისო. აი ეს კი დანიური ძისადგომის სეპარატორია, ანუ კარაკი და სხვა ძის პროდუქცია მზადდებოდა მისი მეშვეობით. მე უკვე ვახსენებდი რომ 20 ჰექტარი იყო ნიკოლაძეს მამული, ეზო დღემდე არის 3.5 ჰექტარი და ამ მეზოში ისინი გადაადგილდებოდნენ აი ამ ინგლისური წარმოების პონის ეტლით. პონი ჯუთაცხენი და უკვე ვახსენებდი რომ დაინარი ცხოველებიც ყავდათ და მათ შორის ამ მეზოში თურმე ცხოვრობდა ერთი ახირებული ვირი, ლეგენდარული ესპანური თეთრი ვირი. აი თქვენ ხედავთ, აგები წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე წყასაცმენ აი ამ ვირს და რატომ იყო ახლა ლეგენდარული? ესეთი ხასიათის ვირი იყო რომ მაინც და მაინც 12 საათზე ყროვინებდა. ხოლო ჯიხაიშელები მის პრობლემზე საათს ასწორებდნენ ხოლმე. აგები წერეთელი კი ხუმრობდა და ამბობდა რომ ბევრ ქართველ მოღვაწეს გონება გასტიდობი და მიხვედრის უნარით ნიკოლაძეს ესპანური თეთრი ვირი ბევრად ერჩია. თქვენ ხედავთ ასევე სიმინდის საფშნელ ხელსაწყოს, აი სიმინდის ტარო ჩაიდება, დაატრიალდება და ეს დაიშვებოდა. ახლა ეს მექანიზმი საკმაოდ გავრცელებულია, შეიძლება სოფლებში ზოგიერთ ფენდას დღემდე აქვს კიდეც. ხორბლის საცეხველი მას სხვანაირად იმერეთში საღვომიასაც ეძახიან. მე ვამბობდი რომ ნიკოლაძეს აქ სხვადასხვა მცენარეები უნდა გაშენებული, მათ შორის ჰქონდა ვენახის ძვრები, იგი ჩინებული მეღვინეც იყო. ცნობილია რომ ნიკოლაძე ბევრს მუშაობდა საქართველოში მეღვინეობის განვითარების მიმართულებით და ერთი საინტერესო ფაქტიც. ნიკო ნიკოლაძე პირველი ქართველია, ვინც ხილისაგან მოწოლულნო სავაჭრო ფორმა მისცა მეგობრებო, საერთაშორისო ყიდვა ბაზრობაზე გაიტანა და რასაკვირველია, ჯილდოებიც დაუმსახურებია. ხოლო ეს ნიკოსეული მუხის კასრები გახლავთ. კიდევ ერთი წარმოდგენილი გახლავთ, TV's პრესი, აი TV's პატარა ძმები, ჩვენში მას უკებს ეძახიან.
ეს არის ცხოველებს რომ ყვება პატარა დაპრესიების ძნები ის მზადდება ის შეიძლება და კივა ალახი პრესება მასში ასევე ხედავდა უკვე იცოდით რაც არის საწნახელი ხოლო მის გვერდით წამოდგენილი გახლავთ ჭაჭის პრესი მეგობრებო და ბოთლების თავსაცობი ხელსაწყო ასევე ევროპიდან ჩამოტანილი აი ღვინის ბოთლებს ხის თავსახური რომ უკეთდება სწორედ აი ამ ხელსაწყოს მეშვეობით არსობრივად კი არ არის შეცვლილი ამ ეზოში ერთხელ ცხოვრობდა სტობილი კორპის მუხა ახლა ეს მუხა გაიგუა და ახალი ენერგიები გვაქვს დარგული და იმედია რომ გაიხარებს და ცნობილია რომ კორპის მუხას სხვადასხვა რუსულის გამოკლებით პროპის ხელსაც ეძახიან რატომ იმიტომ რომ აი თავსაცობი კეთდება სწორედ მისი მერქნის მეშვეობით როცა მუზეუმი დაარსებული იქნა 1951 წელს მეგობრებო მარტო ერთი ნიკოსეული ნივთი არსებობდა მე ბიგილეიშვილების ოჯახის შრომით იქნა ყველა ეს ექსპონატი შეგროვილი ეს არის ფრანგული წარმოების მრავალფუნქციური ლუმენი და რატომ არის ახლა მრავალფუნქციური შუაში მას აქვს მაღალი აქეთ წყლის რეზერვუარი ესე იგი ზიდან ექნებოდა წყალი წყალი აბა რომ დღეს ყველას გვაქვს მაშინ ასე კი არ იყო ავა დელეგატესის სასმელი გახდათ და ნიკოლაძეებს არის დელეგატესები არ უყურდათ და პირდაპირ თქვენ ხედავთ ყავის საფა ხელსაწყოს რომელიც ნიკოლაძემ ევროპაში შეიძინა და ვენახისვრები ჰქონდა მე ვახსენებდი და ნიკოსეული ევროპიდან ჩამოტანილი ვენახის შამქიმიკატების მანქანა რომლის მეშვეობითაც ვენახის შეწამლა ხდებოდა ხოლმე ძალიან საინტერესო პროექტი დარგეხე მუზეუმში დატოვე შემოყვალი უამრავი სკოლა შემოგვიერთდა და 150-მდე დიახ შემცენარე დავრგეთ და გვაქვს სურვილი რომ ალბათ შემოდგომაზე ხელახლა გამოვაცხადოთ ახალ ეტაპს და რა თქმა უნდა ჩვენ წინასწარ ვიცით რა მცენარეები იყო აქ ნიკოლაძის დროს და იგივე მცენარეების შეძენას და საჩუქრად მოდანაც თავაზობ თან მაგარი ძალიან საამაყოა როცა ჩვენ დარგავ რაღაც ხეს და მე დაბრუნდები შვილებით და იტყვი რომ აი ეს ხე მე დავრგე და მე შევიდა წმინდა ნიკოლაძის ფამილიის და მისი ბაღის გადარჩენაში მეთქვა. ზოგიერთი საინტერესო მცენარე ისევ ხარობს ნიკოს პერიოდიდან აქ გავრცელებული, აი პირდაპირ სახურავის ზემოთ, აი პირდაპირ ნახეთ. წვრილი ფოთლები რომ აქვს. დიახ. არის საპნის ხე, ეგრეთ წოდებული საპნის ხე, საპინდუსი. ვინაიდან მისი ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით საპონინებს, ოქტომბერში ყურძნის ფორმის დაყოფს გამოიგებს მოყავის ფროს და წყლის ქვეშ მას შეუძლიათ წუჭკი მოგაშოროთ ხელიდან. ამიტომ მას ასე ეძახიან საპნის ხეს. თუმცა ეს ისევ გამოიყენება, ეხლა დღევანდელ საფრთხე ქსელებში თქვენ ოღონ სხვადასხვა ტიპის კეთილსურნელება აქვს შერეული და ფართოდ შეიძენთ საპნის ხისგან დამზადებულ ბუნებრივ საპნს. და ეს მზის საათი ნიკოლაძეთა აქ ცხოვრების დროს აი ამ ქვის ვეძზე ყოფილა განთავსებული. რასაკვირველია, მაშინ ხეები ამოდენა ზომის არ იყო, მზის ხიბი უფრო აღწევდა და შესაძლებელი იყო მზის საათის მუშაობა. ნიკოს დროინდელი ჭა 1900 წელს აგებული, მისი ხელით ამოტვიფრული წარწერა მას დღემდე ამშვენებს და მასში ცოცხალი წყალია და შეგვიძლია დაიოთ მერე. ბამბუკის კორომი, ნიკოსეული ბამბუკის კორომის შთამომავალი გახდა. ჩვენი ვარაუდი, როცა 1886 წელს დედულეთში ჩამოვიდა ნიკოლაძე, აი ეს მუხის ხე მას აქ დახვდა. და არ ვიცი ზუსტად რა დროიდან ცხოვრობს აი ამ. ეგერის ჩაყოლებაზე ეზოს ბოლომდე გაშენებულია ქართული ადგილობრივი ჯიშის წითელ წიგნში შესული ძელქვის ხეივანი და ზოგიერთი ძელქვა იქ არის ჯერ კიდევ ნიკოს დროიდან აქ ცხოვრები ძალიან დიდი გაშემოწერილობისა. ეხლა მეგობრებო, მინდა ამ მცენარეს მიაქციოთ ყურადღება. აქ ცხოვრობს ორისული სეკვოია. აი ეს სეკვოია. დიახ, ეს ორისული სეკვოია. ცხოვრობს, იმიტომ მცენარეები ძალიან ცოცხალი არსებები, ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენ. ამ შემთხვევაში ეს სპეციალურად საუბრობ. ხანდახან ვიძახი რომ მცენარე გარდაიცვალა მეთქი, იმიტომ რომ ვინიცის და სეკვოია თავის სამშობლოში 100 მეტრის სიმაღლეს აიზრდება. 3-დან 5000 წლამდე ცხოვრობს იგი, ასეთია მისი ცხოვრების ხანგრძლივობა. ეხლა ეს სეკვოია ბავშვია, დაახლოებით 140 წლისა, კიდევ მეორე სულით და
თან არ არის თავის მშობლიურ გარემოში და ცოტა მოწყენილია ეთქობა ნოსტალგიას განიცდის ეს ისე ხუმრობით ეხლა დავამზადეთ თან დასავლეთ წყალი ამოდოდა როგორ დაემართა ეს რომ რესტავრაციის დროს ჭარბობს ეს ამით წყალი მაინც ვერ დააკარგეს და ეს უნიკალური სანახაობა ფაქტობრივად განადგურებული იქნა მაგრამ ასეთი შეცდომა იყო არ მოსული და ნასინესტრი იგრძნობა ყველა იმიტომ რომ აქ საშინელი სინესტრია სოფელში სინესტრო ნიკოლაძეს გაკეთებული ყოფილა კრამიტით დრენაჟები ასევე მე როდესაც 1959 წელს აქ თინა ჭილაძე დაინიშნა დირექტორად თინას შეუწყვეტ წერს რომ მე შევაწუხე გიორგი ნიკოლაძის ყველა მეგობარი ინჟინერი აქ ახალი ბეტონი ჩავასკით რა არ გავაკეთეთ მაგრამ არ ეშველაო ეხლა 2015 წელს ჩავდოდა დაკავებას რეაბილიტაცია მაშინ თანამედროვე სადრენაჟო სისტემები მოეწყო და ამან განაპირობა ის რომ სარდაფი არ ივსება ბოლომდე რა თქმა უნდა ივსებოდა ახლა ბოლომდე ჭერამდე რა თქმა უნდა არა მაგრამ მიწის დონემდე ივსებოდა ეს და ეგ არ არის საიმედო ამბავი მე მაინც ვიდა ყველას ვწერ ამაზე რომ ეგ არის თავარი პრობლემა ამ მუზეუმისა და ყველას ვანახებ და პირდაპირ შეგვიძლია ნახოთ ნიკოსების წევრები აქ მეუბნება თან უფრო დიდი გარშემოწერილობისა გახლავთ ოსმან თუსი, რომელიც ნიკოლაძემ გაავრცელა ჩვენში, ეს არის თეთრი ოსმან თუსი. მას გააჩნია ძალიან საინტერესო სურნელოვანი ყვავილობა და კოსმეტიკაში იგი ძალიან ფართო სპექტრით გამოიყენება ხოლმე. დავუბრუნდით. აი ეს მაგნოლია რომ ხარია ჩვენთან ნახე, რამოდენად ზომის მაგნოლია ცხოვრობს მეთქი. ეს არის ეგრეთ წოდებული კარაქის ხე, ცხიმოვანი ნაყოფის გამო მას ასე ეძახიან, როგორც კარაქის ხე, რა თქმა უნდა, თოლები კარაქს ვერ გამოიგებს. კიდევ გაშენებულია ამერიკული კაკლების ხეივანი. ნახეთ როგორ გამოიყურებოდა და გამოიყურება სახე გარედან. აი იქ მეორე სართულზე, აივანზე. როცა სოფელში ჩამოდიოდა ხშირად აგაგი წერეთელი, მას ჩვეოდა ჯდომა. და ეხლა თქვენ გონების თვარი შეგიძლია დაინახოთ. აკაკი წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე როგორ სხედან აივანზე ხუმრობენ ერთმანეთში და რასაკვირველია იგეგმება საქართველოსთვის საჭირო საქმეებით ერთადერთი ხუმრობა რომელშიც წერეთელს ნიკოლაძე ეფექტს არ აუწყობდა ეს იყო ხუმრობა დიდი ჯიხაიშის შესახებ თურმე წერეთელი ეუბნებოდა რა გინდა მან ნესტიან დიდ ჯიხაიში წამოდი დაუბრუნდი ზემო იმერეთს შენ ხომ მაინც დედაჩემის ეკატერინეს ხმა იყავიო საქმე იმაშია რომ ნიკოლაძეები აბაშიძეების ხმები იყვნენ ეს ხუმრობა თუმე დიდი ჯიხაიშის შესახებ არ მოსწონდა ნიკო ნიკოლაძეს სხვა ყველა საკითხში ისინი თანაბრად ყოფილან შეხუმრებულები თავარი შესასვლელი აი ეს ჰიმალაური კედარი ნიკოს დროიდან ცხოვრობს აქ აი ხელმარცხნივ ჩვენგან ხელმარცხნივ გაშენებული ჰიმალაური კედრების ხეივანი ეზო ასევე გლიცენიებითაა დაფარული და მაისში ერთი კვირის განმავლობაში არომატითა სავსე ეს ეზო როცა გლიცენიების ყვავილობა თუ პატარა ნიავი მაინც ხრის მე ვიძახი მაშინ რომ გვაქვს ლიცენიების თოვა მეთქი და შეიძლება ვწერეთ ამაზე სოციალურ ქსელში მაგრამ ვინც მოგვისწრებს ის 2-3 დღე შეუძლია ნახოს ლიცენიების თოვაში მიიღოს მონაწილეობა და 1928 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. და მაინც ვინ იყო ნიკო ნიკოლაძე? რთულია ერთი სიტყვით, მეტიც, ერთი წიგნით. წიგნითაც კი ითქვას, მოკლედ თუ მაინც ვინ იყო ნიკო ნიკოლაძე. ნიკო ნიკოლაძე გახდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის
და მე-20 საუკუნის დაწყისის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. უაღრესად და მრავალმხრივი საზოგადო პოლიტიკური და პრაქტიკოსი მოღვაწე. არაერთი მნიშვნელოვანი ძალიან დიდი ღირებულების მქონე პრაქტიკული პროექტის ავტორი და განმახორციელებელი საქართველოში. ევროპული დემოკრატიული ღირებულებების ერთ-ერთი პირველი მესაძებნე, რედაქტორ-გამომცემელი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, კრიტიკის როგორც დარგის ფუძემდებელი, ევროპული მნიშვნელობით პირველი ქართველი ჟურნალისტი და ევროპული ჟურნალისტიკის დამაარსებელი ქართულ სინამდვილეში და ასე შემდეგ. ნიკო ნიკოლაძის ხანძრული ცხოვრების განმავლობაში ძალიან ნაკლებად რჩებოდა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ესა თუ ის საქმე, რომელშიც იგი აქტიურად არ იყო ჩაბმული და თავისი ძალიან დიდი გავლენის და ღირებულების მქონე სიტყვას ანამდვილებდა. ამიტომაც აღარ გამოგკვირდება თუ წავიკითხავთ, რომ ილია ჭავჭავაძე მის შესახებ წერდა, რომ იგი ნიკოლაძის გონიერებისა, მიხვედრილობისა და ყველასაგან ცნობილის ნიჭიერების დიდი პატივისმცემელი იყო. არსებობს ერთი წერილი ილია ჭავჭავაძისა, რომელშიც იგი ნიკო ნიკოლაძეს დიდ ნიკოს და თერგდალეულთა თაობის ფალავანს უწოდებდა. არტურ ლაისტი, ცნობილი გერმანელი მოღვაწე, ქართველოლოგი და დრამატურგი წერდა. იმ ადამიანთა შორის, რომელთა გავლენა საქართველოზე ვრცელდებოდა, ყველაზე უნიჭიერესი და სულიერად ყველაზე მაღალმდგომი ეჭვს გარეშეა ნიკო ნიკოლაძე იყო. მეგობრებო, ეს ნიკო ნიკოლაძის ოჯახის გენეალოგიური ხე გახლავთ. ნიკოლაძეთა გვარი საერთოდ წარმოშობით არიან დღევანდელი თერჯოლის სოფელ სკანდები. ისინი აბაშიძეების ხმებს წარმოადგენდნენ, როგორც უკვე ვახსენე. მე-18 საუკუნის მიწურულიდან ნიკოს ოჯახი ჯერ გადასახლებულა ქართლში, ხოლო მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან ისინი ბრუნდებიან და გასახდებიან ქალაქ ქუთაისში. ნიკოს ბაბუა მამის მხრიდან, მამუკა ნიკოლაძე, მისი მამა იაკობი, დიძები გრიგოლ და ივანე ნიკოლაძეები პირველი გილდეის, უხეშად რომ ვთქვათ, პირველი დონის, პირველი ხარისხის ქართველი ვაჭრები იყვნენ და მკვლევარები ამბობენ, რომ ისინი არიან პირველი ქართველი ბიზნესმენები ამ სიტყვით თანამედროვე მნიშვნელობით. ვინაიდან იაკობი და ელისაბედი ქუთაისში ძალიან დამსახურებული მოქალაქეები იყვნენ, ამიტომ ისინი ამჟამად ქალაქ ქუთაისში ჭანეყვავინას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში განისვენებენ. მანამდე კი მათ ოჯახში 1853 წლის 27 სექტემბრის. აი ამ სახლში, რომელიც ისევ არსებობს ქალაქ ქუთაისში, იგი არის თეთრხიდთან ახლოს მდებარე ძველი ისტორიული აფეთქების შენობა, დაიბადა და გაიზარდა დიდი ნიკო. ვინაიდან ნიკო ოჯახში უფროსი ვაჟი იყო, თურმე იაკობს არ სურდა მას მიეღო უმაღლესი განათლება და მისი სურვილი იყო შვილი მასავი ვაჭარი გამოსულიყო. მაგრამ კიდევ კარგი შემდგომ ნიკოლაძის ცხოვრება სხვაგვარად არ იმართა. ნიკოს გამორჩეული დედმამიშვილებიც ჰყავდა. ნიკოლაძის ძმებს, ჟურნალისტებს ვლადიმერსა და კონსტანტინეს ევროპული უმაღლესი განათლება შვეიცარიაში ჰქონდათ მიღებული, ხოლო ნიკოლაძის დები, ეკატერინე და ოლიმპიადა ნიკოლაძეები ერთ-ერთი პირველი ქალბატონები იყვნენ საქართველოდან და არა მხოლოდ საქართველოდან, მთელი რუსეთის იმპერიიდან, ვინც უმაღლესი განათლება ასევე ევროპაში, შვეიცარიაში, ჟენევისა და ციურიხის უნივერსიტეტებში მიიღეს. ვინც ნიკოს მეგობარი იყო, ქუთაისის გიმნაზიიდან მოკიდებული ცხოვრების ბოლომდე ერთმანეთი ყვარებიათ. ადამიანი წერეთან მათ ხოლმე ანას ცოლობას კი შესთავაზა, მაგრამ ანას პასუხი იყო უარი და არგუმენტი ასეთი გახდათ, რომ შენ ოჯახისთვის დაბადებული და შექმნილი ადამიანი არა ხარო, რასაც პირველია იგულისხმება აკაკის ბოჰემური ცხოვრების წესზე. ამან ოჯახების მეგობრობას ხელი არ შეუშალა, აკაკი როგორც უკვე ვახსენებდი, დიდი ხაისის ხშირი სტუმარი იყო და ხშირად სტუმრობდა ასევე იმ ცდობის სკოლა პანსიონს, რომელიც ნიკოლაძის დებმა ქალაქ ქუთაისში დაარსეს. და როცა გარდაიცვალა ანასტასია ნიკოლაძე 1931 წელს აღმოჩნდა, რომ აკაკის სახსოვარი ნივთი მას ბოლომდე სათუთად ჰქონია შენახული. აი მე თქვენ გაჩვენეთ აივანი, სადაც წერეთეს უყვარდა ჯდომა ამ სკამში. ამ სკამს თურმე არავის სხვას ნიკოლაძეები არ მიაკარებენ აკაკის გარდა, ამიტომ ეს ექსპონატი ჩვენთან ცნობილია, როგორც ეგრეთ წოდებული აკაკის სკამი. 1850-1860 წლებში ნიკო ნიკოლაძე განათლებას გებულობდა ქუთაისის სახელგანთქმულ გიმნაზიაში. აი აქ მას თქვენ ხედავთ გიმნაზიის დამამთავრებელ კლასში ყოფნის დროს
და ამ დროს ცნობის ჟურნალ ცისკარში იწყება ნიკოლაძის შემდგომში უახლესად წარმატებული ჟურნალისტური საქმიანობა. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, მაშინ რუსეთს დაპყრობილი ხავს საქართველო. ქართული სახელმწიფო გაუქმებული არსებობს მარტო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, სიტყვა საქართველოს ეკლესიის დასახელების გარდა არასად არ იხსენიება ქართული ენა საოჯახო ენის როლი აქვს მოჩენარჩუნებული. და ამ დროს გიმნაზიის მოსწავლე ნიკო ნიკოლაძემ გაბედა და ხმა აღიმაღლა ქართული ენის უფლებისათვის. საუბრობდა, რომ აუცილებელია ბავშვის ჰარმონიულად აღზრდისათვის მან განათლება დაიწყოს მისთვის მშობლიურ ენაზე. რასაკვირველია, ნიკო ნიკოლაძემ კარგად იცოდა უცხოენების ფასიც, მე შეგახსენებთ, რომ მან თავისი ცხოვრების განმავლობაში 6 უცხოური ენა შეისწავლა, წერდა ფრანგულ, რუსულ და ქართულ ენებზე, აი მისთვის მე-6 უცხოენა ინგლისური, მან სრულყოფილად დაითვისა 4 წელს მიწეულმა, როცა 20-იან წლებში პოლიტიკურ ემიგრაციაში ქალაქ ლონდონში იმყოფებოდა. ჟურნალ ცისკარში გამოქვეყნებული წერილებით მან ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და ცნობილმა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ დაარწმუნა იაკობი, რომ თავისი ნიჭიერი შვილისთვის აუცილებლად უნდა მიეცა უმაღლესი განათლება. ნიკოლაძე ამთავრებს 1860 წელს ქუთაისის გიმნაზიას, ის არის ცნობა გიმნაზიის დამთავრების შესახებ და იმავე წელსვე იგი მიემგზავრება რუსეთის მაშინდელი დაქალაქ პეტერბურგში. და როგორ გაგრძელდება ამის შემდგომ ნიკოლაძის ცხოვრება, მოდი შემდეგ საერთო დარბაზებში თუ საგამოფენო სივრცეში. მეგობრებო, 1871 წელს ნიკო ნიკოლაძე დამხდარა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. თუმცა მალევე იწყება სტუდენტთა საპროტესტო აქციები, ანუ მიტინგები, მაშინდელი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ აქციებს ერთ-ერთი მოთავე ჰყავს ნიკო ნიკოლაძის სახით. ხელისუფლებამ აქციის მეთაურები, მათ შორის ნიკოლაძეს დააპატიმრა და იგი მცირე ხნის განმავლობაში ციხეშიც კი იყო. ნახეთ, აი აქ მას ხედავთ ქართველ და პოლონელ პატიმრების შორის. მალევე იგი ციხიდან კი გაანთავისუფლეს, მაგრამ ეგრეთ წოდებული მგლის ბილეთით გარიცხეს უნივერსიტეტიდან, ესე იგი მას ამიერიდან ეკრძალებოდა რუსეთის იმპერიაში უმაღლესი განათლების მიღება. რასაკვირველია, მაშინ ნიკოს ძალიან დასწყდა გული. აი ამ აკრძალვის გამო, მაგრამ მალე ჩვენ შევიტყობთ, რომ მისი ბიოგრაფიისთვის და საქართველოს ისტორიისთვის უნებლიეთ ეს გარიცხვა კეთილისმ ყოფილი აღნიშნა. გარდა ამისა, ნიკოს თურმე უბრძანეს დაბრუნებული იყო მშობლიურ ქალაქ ქუთაისში, მაგრამ ნიკოლაძე აღგზავნიდა ცხოვრებას პეტერბურგში საინტერესო პოლიტიკური ამბების მოლოდინში. ამ დროს ნიკოლაძემ დაიწყო მაშინდელი რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, თანამშრომლობა დაიწყო ცნობილ ოპოზიციურ დემოკრატიულ გამოცემას საურემენიკში, ისკარაში, ნაროდნულ ბოგატствოში და ამ გამოცემებიდან ნიკო ნიკოლაძე ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ საქმე გვაქვს მაღალი დონის პუბლიცისტთან, ჟურნალისტთან და ინამახვილ კრიტიკოსთან. როცა დაიხურა საურემენიკი ოპოზიციური საქმიანობისთვის, ნიკო ნიკოლაძე მცირე ხნით კი დაბრუნებულა საქართველოში, მაგრამ 1864 წელს იგი ევროპაში დავიმასწორებ მეგობრებო. ნიკო ნიკოლაძე არის პირველი ქართველი, ვინც უნივერსიტეტის სრული კურსი დაამთავრა ევროპაში და შემდგომ იგი დაეხმარება სხვებსაც, მათ შორის ქალბატონებსაც, რომ მათაც მიიღონ ევროპული უმაღლესი განათლება. 1864-1868 წლებში ნიკო ნიკოლაძე ჯერ სწავლობდა სორბონას უნივერსიტეტში, საფრანგეთში, ევროპის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში, პოლიტიკურ ეკონომიკასა და ფილოსოფიას. შემდგომ გვინაიდან თავისუფლება მეტი იყო, შვეიცარიაში განაგრძო სწავლა, ჟენევასა და ციურიხში. 1868 წელს ნიკო ნიკოლაძემ დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და დისერტაცია ხომ იცით რა არის? ეს არის სამეცნიერო ნაშრომი, რის მიერეც ენიჭება მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ნიკოლაძემ დაიწყო დისერტაცია მშვიდობისა და განვითარების საკითხებზე, ნიკოს მიენიჭა დოქტორის ხარისხი და დავიმახსოვროთ. ნიკოლაძე გახდა პირველი ქართველი, ვინც დოქტორის ხარისხი მიენიჭა ევროპულ უნივერსიტეტში. უფრო მეტიც, ლევანები ამბობენ, რომ მსოფლიოში საერთოდ იგი პირველი დისერტანტია, ვინაც დისერტაცია დაიცვა მშვიდობისა და განვითარების საკითხებზე. ნიკოს ეს დისერტაცია შვეიცარიაში ფრანგულ ენაზე წინა დამოცემული, როგორც ექსპონატი თქვენ წინაშეა გამოფენილი, იგი სულ რამდენიმე ეგზემპლარი არსებობს, ერთ-ერთი მათგანი ჩვენთან არის, ისე როგორც ნიკოლაძის ზოგიერთი ნაშრომების პირველი გამოცემებიც თქვენ წინაშეა წარმოდგენილი. ამჟამად
ნიკოლაძის წერილები ბეჭდური სახით, რაც არის გამოქვეყნებული 10 ტომებს მოითვლის, მე-11 ტომი მზადდება გამოცემისათვის და მინდა თქვა სრული პასუხისმგებლობით, რომ ნიკოლაძის წერილების უდიდესი ნაწილი დღემდე იკითხება ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, როგორც დროსთან შეჭიდებული და დროს გასწრებული ნაზრები. 1869 წელს დოქტორი ნიკოლაძე სამშობლოში ბრუნდება. მის ირგვლივ ჩვენი გამოჩენილი ქართველი მოღვაწეთა ნაწილი ერთიანდება. გიორგი წერეთელი, მისი დისგმარი, ასევე კირილ ლორთქიფანიძე, სერგეი და ივანე მესხები და სხვა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები და უკვე ვახსენებდი, რომ 19 საუკუნის 70-იანი წლებიდან ნიკო ნიკოლაძე ამიერკავკასიის რკინიგზების მშენებლობას ეთაურობს მეთქი. ამ შრომისათვის რკინიგზის კომპანია ნიკოს სახელზე ოქრო ჟეტონი მოჭრა, რომლის ფოტო ასლების ქრისტიანაშია გამოფენილი, ეს ანიჭებდა უფლებას მას ცხოვრების ბოლომდე პირველი კლასის ვაგონი უფასოდ მგზავრობის. აი თბილისისაკენ ალბათ მაგარები ყველას თუ არა უმეტესობას მიმგზავრიან მომავალში მიმგზავრებთ, თქვენ გაიგეთ ციფრის რკინიგზო გვირაბს, რომელიც არის პირველი სატრანსპორტო გვირაბი საქართველოს ისტორიაში და ისიც წარმატებით აიღო ნიკო ნიკოლაძის ჩართულობით 19 საუკუნის 80-იან წლებში. ამავე პერიოდში ნიკო ნიკოლაძის ყურადღება მიქცეული იყო ჭიათურა ყინულში არსებული ძვირფასი წიაღისეულის ხანახშირი და მანგანი. მან შექმნა საქართველოს ისტორიაში პირველი კომერციული საზოგადოება ნახშირი, ცხოვრების ბოლომდე იგი ამ თემაზე აქტიურად მუშაობდა, ესე იგი ჭიათურა ყინული, როგორც სამრეწველო სისტემა რომ არსებობს, ძალიან ვიცი და დასაბუთებელია ახლავს ნიკო ნიკოლაძის შრომის შედეგი. საერთოდ ნიკო ნიკოლაძე გარდა ჟურნალისტისა, ბევრს აკეთებდა საქართველოში, რომ ევროპული დემოკრატიული მართვის ფორმების შესახებ ინფორმაცია გავრცელებდა. აი რა იყო მაგალითად დემოკრატია, რომელი მართლობის ფორმები არსებობდა, რომელი იყო უფრო კარგი საქართველოსთვის. და ნიკოლაძე ფიქრობდა, რომ საქართველოსთვის რესპუბლიკური მართლობის ფორმა იქნებოდა საუკეთესო მართვის ფორმა. გარდა ამისა, ნიკო ნიკოლაძე აქ ავრცელებდა თანამედროვე ეკონომიკის პრინციპებს, სამაზრო ეკონომიკას რომ ვეძახით. ვერს მუშაობდა საქართველოში ვაჭრობა, მრეწველობა, წარმოების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით და ერთი სიტყვით ნიკო ნიკოლაძეს უმეტესობა ტერიტორიულ არყოლობდა და უფრო მეტი მეგობარი რომ ყოდა ან ხელისუფლების სათავეში ყოფილიყო, ალბათ საქართველო დღეისთვის ერთ-ერთი წარმატებული ევროპული სახელმწიფო იქნებოდა, მაგრამ რა ვქნა, ნიკო ნიკოლაძე წერდა, ისე გავატარეთ ჩემი ცხოვრება. ერთი მეგობარი, ერთი თანამოაზრე არ მყოლიაო. ასეთი ბედი ქონდა ნიკო ნიკოლაძეს, ილია ჭავჭავაძეს, საერთოდ დიდი ადამიანების ხვედრი ასეთია. მერე უგებენ მას ხოლმე გადაწყვეტების შემდგომ სამწუხაროდ. აი ეს სახლი ნიკო ნიკოლაძემ 1891 წელს ააგო მეგობრებო. თავდაპირველად იმერული ოდასახლი ჩამოიტანა. სახლი მე ახლა გამოგრებია, სახლი შინთან მცეული, მაგრამ ამ სახლი სამჯერ გადააკეთა. არსებული სახლი. სახლმა მიიღო 1909 წლებში. ცნობილი არქიტექტორის ედმონდ ფრიკის პროექტი. ეხლა სახლი როგორი არქიტექტურის სტილში აგებული, ესეც მინდა გითხრათ, ეს არის მოდერნის სტილი და გამარტოთ რა არის მოდერნის სტილი. მოდერნის სტილი უხეშად რომ თქვა, სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტების შერწყმას. ჩვენ, როცა სახლს კარგად დავათვალიერებთ, შევამჩნევთ, რომ აქ არის ფერადი ვიტრაჟი გოთური სტილიდან, ქართული სტილით შეიმჩნევა და მაინც არაქართული გარეგნობის სახლია, იმიტომ რომ სახლი აგებულია ევროპულ მოდერნის სტილში. სახლის სინამდვილეში ხის გახლავთ და იგი გალესილია. თითქმის ყველა ოთახში ბუხარია მეგობრებო, დააკვირდით, ის არის კედლის აგური საკვამური, საიდანაც ითებოდა კედლის აგური საკვამურები. საქმე რაშია? როცა კედლის აგური საკვამურებში ცეცხლი დაინთებოდა ასევე ბუხრებში, თბილი ორთქლით ტრიალებდა სახლის გარშემო, კედლები თბებოდა და სახლი თბებოდა. მაშინ სრულიად ახლებური, ინოვაციური, ეგრეთ წოდებული ცენტრალური გათბობის მეშვეობით. და არ გვიგვრის, ნიკოლაძე ხომ ტექნოლოგიებზე ძლიერ შეყვარებული ადამიანი გახდათ. პირდაპირ გერმანული ფორტეპიანოც მისეული ნივთია, ფორტეპიანოს თავზე ჭაღიც მისეულია, ისე როგორც ნარდის მაგიდაც მისეულია. ეხლა მინდა წაგიკითხოთ ნიკოლაძის სიტყვები ახალგაზრდობის ღიმად. როგორ მოუწოდებდა ნიკო ნიკოლაძე ახალგაზრდებს? მოდი დავიმახსოვრდეთ ეს სიტყვები. სადაც გინდათ ისრომეთ, სადაც გსურთ ისწავლეთ. რაც გინდა გქენით, ოღონდ კი თქვენი მამული გიყვარდეთ, ოღონდ კი მის სასარგებლოდ ისრომეთ,
ოღონ კი მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მისი სახელის გადიდებაზე, მისი კეთილდღეობის მოახლოებაზე იმეცადნენ. ეცადნენ გონიერი, სწავლული და პატიოსანი გამოჰყიდეთო. ასეთი იყო დიდი ქართველი მამუნიშვილის ანდერძი თითოეული თქვენგანის მიმართ. და აბა თქვენი კიდევ ერთი ნიკოსეული ბეტონი, ისტორიული რკინის ჭადრაკის მაგიდა, მისეული ჭაღები და რელიეფური ტიპის გამოსახულება. ჩვენთან დაცულია ძალიან მდიდარი ფოტომასალა, რომელიც მეგობრებო შეგვახსენებს რამდენი დიდებული ქართველი და ევროპელი სტუმრობა ახსოვს ამ სახლს. ამიტომ ამ სახლს და ამ სახის პატრონებს უდიდესი როლი ათამაშებს საქართველოს ისტორიაში და მე იმედი მაქვს, რომ დამთავრდება დრო, როცა ნიკო ნიკოლაძე არ ახსოვთ და სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში აი ამ დიდი ქართველის საქმეების და მისი ნაადრევის შესწავლას ხეს მოვიდეთ. იმედია ძალიან დაგეხმარება. მივხვდეთ, რატომ ჭირდება ჩვენ წელში გამართული ევროპული ქართული სახელმწიფოს შექმნა. და ეხლა ვიცით ნიკოლაძეს კაბინეტში. მოსაუბრებლად ეთილი იყოს თქვენი შემოგზანება ნიკოლაძის კაბინეტში. წარმოუდგენელი ყველა ნივთი მისეულია. ნიკოსეული დივანსალონზე. არიზიდან ჩამოტანილი ქუდები და საკურები. თურმე მეგობრებო ნიკოს ასეთი ჩვევა ჰქონია. ხშირად მას ორი მსგავსი ქუდი ჩამოქონდა და ხანდახან ჩუქნიდა ილია ჭავჭავაძეს და ზოგიერთ ფოტოში თუ თქვენ დიდ ილიას მსგავსი ქუდი დაინახავთ, ეგება ნიკოს ნაჩუქარიც კი იყოს. სამელნე სათვალე დაბერსნე და ნიკოსეული ძვირფასი შვეიცარული ერიქსონის ჯიპისაათი, იცით რომ ერიქსონის ნაკეთობა დღემდე როგორი ძვირადღირებულია, ნიკოსეული ხეჯოხი, რომელიც მას ხელთებდა მოხუცებულობის დროს, მისეული ინგლისიდან ჩამოტანილი კაკლის მაგიდა, გერმანული საანგარიშე და საფანქრე, ამერიკული საბეჭდი მანქანა, უხეშად რომ თქვა წინაპარი თანამედროვე კომპიუტერისა და კომპიუტერული კლავიატურებისა, ერთდროს მოდური ვენური სერის კამები, ამ ოთახში სამივე ლამპა მისეულია, ისე როგორც ქანქარიანი საათი, ის უკან ხედავთ გერმანულ ბარომეტრის ჩასადებს და თერმომეტრს. აი ეს არის ყუთი, რომელშიც ნიკოლაძე თურმე მუშაობის დროს წერილებს ან კონვერტებს ჩახვიდა ხოლმე. მისეული ჭადრაკის მაგიდა და ყურადღება მივაქციოთ ნიკოსეულ კარადას და მინდა საინტერესო რაღაცები კიდევ გაჩვენოთ. კარადის თავზე თქვენ ხედავთ საათს, რომელიც მან თავის მეორე მეუღლეს, ოლგა ალექსანდრეს ასლ მურამიშვილს ქორწინების დღეს აჩუქა. აი ზემოდან პირველ თაროზე კოლბასობა, იქეთ გამიგეთ მეგობრებო. სინამდვილეში ეგ არის მინის ბუსაჭერი. მაშინ ნიკოლაძეები ჩაასხამდნენ წყალს და მე როგორც ერთ მუშია წერებდა მომდა მაგაზე გამიგეთ. ზემოდან მეორე თაროზე კი წარმოქმნილი გახდა პარიზში შეძენილი ამერიკული კოდაკის ერთ-ერთი პირველი გამოშვება ფოტოკამერა. და მის გვერდით სურათი ნიკოს არგეში. და აკეთებთ აი ამ ფოტოგრაფიას. ესენი არიან საქართველოში ქართველის მიერ გადაგებული ეგრეთ წოდებული პირველი სელფები. ცნობილია რომ სელფი სხვამ გადაიღო საქართველოში რომანოვების სახლში, მაგრამ ის ქართველი არ იყო და პირველი ვინც ეგრეთ წოდებული სელფი გადაიღო ეს იყო ნიკო ნიკოლაძე და აკეთებთ როგორ მუშაობს სამივე ფოტოში თვითონ განანაცხედან სარკეს წინ და თავის არեղით გამოსახულებას ნიკოლაძე სტარტეში თავადვე უღებს სურათს. და რა არის სელფი? საკუთარ გამოსახულებას რომ უღებს სურათს. აღნიშნული ფოტოკამერით ნიკოლაძეები შვეიცარიაში ერგსტებების კურორტზე, აი ეს არის ზის საათი, რომელსაც მე უკვე ვახსენებ. აქ თქვენ ნიკოლაძეების ოჯახურ გარემოცვაში ხედავთ, ოჯახს მე ცალკე ბევრს ვისაუბრებ და აღნიშნულ იმაზე ყოფნის დროს და ასევე კარადაში მინდა ყურადღება მიაქციოთ. აი პირველ თაროზე 1888 წელს გამოქვეყნებული ვეფხის კაოსის რედაქცია დასრულებული დიდი უნგრელი მხატვრის მიხაილ ზიჩის მიერ. მინდა ბავშვებს უთხრათ, რომ 1880 წელს დაიწყო გამგალი და ამ საქმეს ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა, თუმცა ჩართული იყო ნიკო ნიკოლაძეც. ცნობილია, რომ ზიჩ პეტერბურგში ილია ნიკოს ბინაში ხდებოდა ხოლმე და ისიც ცნობილია, რომ ზიჩმა თავისი კარიერის ან ავთანდილის პროტოტიპად, ანუ ვისი გარეგნობითაც დახატა
ერთ-ერთი ასეთი პროტოტიპი იყო ნიკოლაძის გამორჩეული გარეგნულის მქონეცობის ძმა, ცნობილი ქართველი მხატვარი დავით გურამიშვილი. დავით გურამიშვილი პირველი ქართველი მხატვარი იყო, ვინც ზიჩის და გაბაშვილის დიდი ქართველი მხატვრის რეკომენდაციით განათლებას ღებულობდა მიუნხენის ერთდროულად ცნობილ სამხატვრო აკადემიაში და მისი მეუღლე ყოფილა მაშინ ცნობილი საოპერო მომღერალი კლარა ტიტე. ახლა კი ნიკოლაძის კაბინეტის მერე ყველას იწვევთ ნიკო და ოლგა გურამიშვილების საძინებელ ოთახში. ეს ოთახი გახლავთ ნიკო და ოლგა გურამიშვილების საძინებელ ოთახი, საწოლი, რომელზეც ხათაშორის მოგვიანებით ქალაქ თბილისში ნიკო ნიკოლაძე გარდაიცვალა და ამავე საწოლზე დიდ ჯიხაისში მისი სახელგანთქმული ვაჟი გიორგის დაბადებულა. ნიკოსეული გერმანული თეჯერი ამ ტიხარი, რომლის უკანაც სამოსელის გამოწვა იყო შესაძლებელი და პირდაპირ თქვენ ხედავთ ნიკოსეულ სარწევე და სავარცხელს. აი გოგონები აქ ბევრი ხართ და მინდა გითხრათ რომ ფემინიზმი ხო ვიცით რა არის? ვიცით. ყველამ ვიცით? ფემინიზმი ქვია გოგონებისა და ბიჭების, ქალისა და მამაკაცის უფლებრივი თანასწორობისთვის ბრძოლას. ხო? ეხლა დღეს კი ვართ ასეთ ისე თანაბარი უფლებრივად. გოგონები და ბიჭები, ქალები და კაცები, მაგრამ ასე კი არ იყო ეს ყოველთვის. და პირველი საქართველოში, ვინც იბრძოდა ქალისა და მამაკაცის უფლებრივი თანასწორობისათვის, ვინც იბრძოდა რომ გიმნაზიებში ცალ-ცალკე კი არ ესწავლა გოგონებსა და ბიჭებს, არამედ ერთად ესწავლათ. პირველი ქალთა ნაკადის გაგზავნას ევროპაში უმაღლესი განათლების მისაღებად ნიკო ნიკოლაძე პირველი იყო, ვინც საქართველოსთან ევროპაში წაიყვანა ქალბატონები, მათ ევროპაში დაემთავრებიათ უმაღლესი სასწავლებლები. მაშინ რუსეთის იმპერიაში ქალბატონებს უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღების ნება არ ეძლეოდათ. ამათ რიცხვში შევიდნენ ნიკოს მომავალი პირველი და მეორე მეუღლეები, ბოგუმილა ზემიანსკაია და ოლგა გურამიშვილი. შემდგომ მისი დედი, როგორც ვახსენებთ უკვე, ასევე ცნობილი სხვა ქალბატონები, ქართველი ქალბატონები, პელაგია ნაცტვიშვილი, ფეფო ელიზიშვილი და სხვანი და სხვა. 1927 წლებში ნიკოს სახელთან 40-მდე ქართული ჟურნალ-გაზეთის გამოცემა იყო დაკავშირებული. ძალიან სახელგანთქმული ქართული ჟურნალ-გაზეთებისა. დროება, კრებული, საქართველოს მოამბე და სხვანი, მაგრამ მის ბიოგრაფიაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაზეთი ობზორი. რატომ? იმიტომ რომ ობზორისათვის ნიკო სამართალში მისცა რუსეთის ხელისუფლება. მოდი დავიმახსოვროთ მეგობრებო, ერთ-ერთი პირველი სახაზინო ადვოკატი საქართველოში ნიკო ნიკოლაძე იყო და პირველი იყო ნიკო ნიკოლაძე მთელს რუსეთის იმპერიაში, ვინც ახლად შემოგებული ნაფიცი მსაჯულები თავის პროცესში გამოიყენა. ობზორის პროცესი. მართალია ნიკო მოიგო ყველა პროცესი, მაგრამ თურმე მას მაინც დაუხურეს გაზეთი ობზორი და სტავროპოლში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ ნიკომ კარგად იცოდა როგორც ბრძოლის, ისე დიპლომატიის ფასი. მართალია იგი იყო ქარიშხისა და შეტევის ადამიანი, მაგრამ დიპლომატიად არ ეშლებოდა, მალევე მოახერხა და თავი დააღწია ამ გადასახლებას და აგრძელებდა აქტიურ ჟურნალისტურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. და გავიდეთ შემდგომში. 1891 წელს ნიკო ნიკოლაძემ პარიზში მორიგი მოგზაურობის დროს გაიცნო ფრანგი ფიზიკოსი და ჰიდროელექტროინჟინერი ბესარიონ ტიჯინაძე. უკაცრავად, ბესარიონ ტიჯინაძე პირველი ქართველი ჰიდროელექტროინჟინერი იყო, მაგრამ მან გაიცნო მარსელ დეპრე, ფრანგი ფიზიკოსი და ჰიდროელექტროინჟინერი. ტიჯინაძეს მალე ვახსენებთ საქართველოში რა შრომა აქვს მას გაწეული. მარსელ დეპრემ გამოიგონა მეგობრებო, კაშხლებიდან ან ჰესებიდან. წვრილი ელექტროკაბელების მეშვეობით დინის გავრცელება შორმანძილს. და არავინ მას არ დაუჯერა არც საფრანგეთში. ნიკოს კარდა. ნიკო ანონიმური წერილით, მე ყველამ გაიგო რა თქმა უნდა მისი წერილი იყო. დაარწმუნა მილიარდები როტშილდები და ასე მოხდა ქართველი კაცის ჩარევიდანს. 1891 წელს ჩანჩქერ კრენზე აგებული ჰესი პარიზის ელექტროფიკაცია. საქართველოში კი ფოთი მთლიანად ელექტროობით ნიკო ნიკოლაძემ გაანათა. მან ააგო ფოთისთვის ფოთის ელექტროსადგური და უფრო მეტიც 1910 წლებში მამაშვილმა გიორგი და ნიკო ნიკოლაძეებმა შეიმუშავეს დღემდე კავკასიაში ყველაზე მოწმობითი ენგურხესის თავდაპირველი პროექტი და იდეა. ნიკო ნიკოლაძე ჩინებული მუნიციპალური, ანუ საქალაქო მოღვაწეც იყო.
და მინდა შეგახსენოთ, რა პროექტები განახორციელა მან, მაგალითად ქალაქ თბილისში. მაგალითად, პანთეონის დაარსების იდეა, ნიკოს პროექტი. თბილისის თანამედროვე წყალმომარაგების სისტემა, ნიკოს პროექტი. თბილისის თანამედროვე კანალიზაციის სისტემა, ნიკოლაძის პროექტია. გალაქტიონის ხიდი, პირველი ბეტონის ხიდი ჩვენში, ნიკოლაძის პროექტია. თავისუფლების მოედანზე არსებული მერიის შენობის, ყოფილი მერიის შენობის თანამედროვე ევროპული იერსახე, ნიკოლაძის პროექტი გახლავთ. პირველი საქალაქო ტრანსპორტი, ეგრეთ წოდებული კონკათა ელექტროტრამვაი, ნიკოლაძის პროექტია და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც საქალაქო მოღვაწე, ან მუნიციპალური მოღვაწე, ნიკოლაძეს სრული ბრწყინვალებით მაინც ფოთში წარმოჩნდა. 1894 წელს ნიკოლაძეს თბილისში ფოთლები ესწრებია. ეუბნებია, ფოთი უიმედო მდგომარეობაშია, მარტო თქვენნაირი მცოდნე და გამოცდილი მოღვაწე თუბიშვილისო. ფოთი მაშინ რა იყო? ერთი პატარა ჭაობიანი, აბსოლუტურად მოუწესრიგებელი უძველესი დასახლება ფაზის შეიძლება ითქვას. ფოთი თანამედროვე ისტორია ნიკოს სახელს უკავშირდება. როცა ფოთში წავიდა ნიკო ნიკოლაძეს ამუშავა, ისეთ პრაქტიკოს მოღვაწესაც კი, როგორც იყო დიდი ილია გაუქმდა. და მას და მის თანაშემწეს, ცნობილი მოღვაწე იუნა მეუნარგიას, სახუმარო ასეთი ვერსიც კი მიუძღვნა. ხმელეთს რომ ვერ ეტეოდა, ფოთს ჭაობი პოვალო, ვიღი იგი დიდნიკო აიონაო. აღების გამო ოხეთი ჭაობიდან მომდინარე დასცინა მათ, მაგრამ მართალი აღმოჩნდა ნიკო ნიკოლაძე. როდესაც ნიკო ნიკოლაძე 1894 წელს ქალაქ ფოთის თავად, ანუ მერად აირჩიეს, ბევრისთვის გასაკვირი იყო თუ რა უნდა გაეკეთებია მას ამ ჭაობიან და ვიღაცებისთვის უპერსპექტივო ქალაქში. გადმოგცემენ, რომ მას ლეგენდასავით ამბავია პარიზის თავმა ამდაგვარი ნივთი სანათური გაუგზავნა ბაღაკის სიმბოლო კოლხეთის ჭაობისა და თურქული მუზარადის სიმბოლო იმისა, რომ ოსმალეთის იმპერიას ოკუპირებული ჰქონდა 1829 წლამდე ქალაქი ფოთი. ამბობენ, რომ პარიზის თავმა მას სახუმარო წერილი მიწერა. კვაკვენბურგის თავი ხარო, ბაყევის ქალაქის თავი ხარო, უწოდა ნიკო ნიკოლაძეს. ჩვენთან მხოლოდ ფოტოსურათი იყო შემორჩენილი აი ამ სანათურისა და გასულ წელს ფოთის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა სურათის მიხედვით იგი აღადგინეს და ეს ნივთი, როგორც ნიმუში, აი იმ ნაჩუქარი ნივთისა უკვე გამოფენილია ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში. ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო კოლხეთის ჭაობის დაშვება, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ დააშვა იგი ფოთისთვის. ხელახლა გააშენა ფოთი. მან გამოიყენა პარიზის ქალაქგეგმარებითი რუკა. ესე იგი თანამედროვე ფოთი და პარიზი ერთნაირი ქალაქგეგმარებით, ისე იგი სივრცით დაგეგმით არის დაშენებული. შუაში მან ააგო ჩვენში პირველი ბეტონის ნაგებობა ფოთის აია სოფია, საკათედრო ტაძარი. 12 ქუჩა 12 მოციქულის სახელზე უკავშირდებოდა ტაძარს. უადვილესი იყო ტრანსპორტირება და მახსენდება ყოველთვის თენგიზ აბულაძის ფილმიდან მონანიება შესანიშნავი სიტყვები. ეს გზა ტაძრამდე მიდის, ნიკოს დროს ყველა გზა ტაძრამდე მიდიოდა. ისე არა მხოლოდ ფოთში, საერთოდ ყველა მის საქმეში. პირველი ფასიანი ქაღალდი, ფულადი ობლიგაცია შემოიღო. გააფართოვა ფოთის აკვატორია, პირველი რკინა-ბეტონის ჯებირებით ჩაასმევინა და ფოთის საერთაშორისო ტიპის ნავსადგურად აქცია. სხვა უამრავი რეფორმა განახორციელა. ეს კი არის შუა საუკუნეებში თურქების მიერ აგებული კოშკი, ტაძრის წინ მდებარეობს, სადაც ნიკო ქალაქის თაობის დროს ცხოვრობდა და ახლა იქ ბრწყინვალე სამუზეუმო სივრცეა განთავსებული და ისე რომ 1912 წელს ფოთი ყოფილი ჭაობიანი საზღვაო ქალაქიდან წელში გამართულ ევროპული ტიპის საპორტო ქალაქად იყო ცეული და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ნიკო ნიკოლაძის დიდი შრომის და წონის შედეგი იყო. მეგობრებო, ეს გახლავთ ფოთში არსებული ნიკოს ქანდაკების ზუსტი ასლი და ამის ავტორია ცნობილი ჯიხაიშვილის მოქანდაკე ვლადიმერ დუდუჩხეიძე. პირდაპირ წარმოდგენილი გახლავთ ფელიქს ხოდოროვიჩის ნამუშევარი წმინდა გიორგის ჭედური გამოსახულება, რომელიც ნიკოლაძეების ერთ-ერთი პატარა ჭიშკრის თავზე ყოფილა განთავსებული მათი ოჯახის რელიკვიად. იმდა ყურადღება მიაქცია ამ საინტერესო ფოტოს. ნახეთ. ნიკოლაძეთა ოჯახი და მათი სტუმრები შეზლონგებზე ეზოში. არა მარტო იმიტომ, რომ შეზლონგების კულტურა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნიკომ ევროპიდან შემოიტანა, არამედ მინდა გითხრათ, რომ სოფელი დიდი ჯიხაიშის სახით ნიკო ნიკოლაძე ცდილობდა სოფლებში ქალაქური ცხოვრების კომფორტი შემოეტანა და ამისთვის იგი ბევრს აკეთებდა, ხოლო ეს საცხოვრებელი სახლი
ერთ-ერთი პირველი საცხოვრებელი სახლი იყო მთელ საქართველოში. თანამედროვე კანალიზაციის სისტემა. კანალიზაცია და რამდენი ჭირი სოფლებში მოგეხსენება თქვენ. ცენტრალური წყლის მომარაგების სისტემით. ცხელი შხამიც იყო. ქვანახშირი და შეშა გამოიყენებოდა და ახლა მინდა გაჩვენოთ ნიკოსეული აბაზანა. არც მეტი და არც ნაკლები, ვილეროი და ბოხისა. გავაგზავნეთ. აი ეს არის ვილეროი და ბოხის აბაზანა. აბაზანა სინამდვილეში ხისა და კერამიკითაა დაფარული და მის გვერდით განთავსებულია სარკე, აი სხვა ნიკოს სახლში, რომ გაჩვენოთ პირველი ქართლის სერვი. სოფლებში მსგავსი რამ კი არა, სოფლებში კი არა, ქალაქებიც კი დიდი იშვიათობა იყო. Skapa, globalizării, canalizației, sistema ვილეროი და ბოხი. Ida problema miați dar să interesul inițial. Da? Nu. Anul Nico. Tefri miebis menșobi. Ai kheba ra? Nix. Ai ახერხა წაიგიხება? Olga. Rastish navs? Nikos? Uqvars? Olgas? Uqvars. ასე რომანტიკულად ერთმანეთს სიყვარულში შეხებოდნენ და როცა თქვენ გადაგძამდებით მუზეუმის ეზოდან დააკვირდით ასევე ჭიშკარს. ჭიშკარზე არის 100 წუნები. ო და ნუ. Olga და Niko. მათი სიყვარულის დასტურად. და ეს არ არის გარე? და არადის თაროებზე წარმოდგენილი გახავთ ნიკო ნიკოლაძის და გიორგი ნიკოლაძის კუთვნილი სამოსელი, რომ ყოველ გარედან არის შეფარდებული შეხედვა. და თქოს ასამოყვეთ მეგობრებო ამ ოთახში ნიკოლაძეების სადილო ნიკოსეული ვენურის სცენის გამები მისეული ჭურჭლის ნაწილი ჩაის სამოვარები თავისი მაგიდით ზინგერის ფირმის ერთ-ერთი პირველი გამოშვება საკერავო გამქანა და პარიზიდან ჩამოტანილი ძვირფასი ფრანგული გობელი აი ეს ნივთები ამ ოთახში ნიკოსეული გახლავთ შეგვიძლია დაათვალიეროთ საფუზე ოღონდ მექნება ერთი თხოვნა. აი ამ კივის ზევით, აი პატარა ხისტი ხარი და მას დავდაგებ. მეგობრებო, მოდი გავარდოთ თხრობა, მოგეხსენება შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ნიკო ნიკოლაძე იყო დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის ერთ-ერთი ხელისმომწერი. ხოლო 1919 წელს ნიკო ნიკოლაძე, როგორც ოპოზიციური ეროვნული დემოკრატიული პარტიის ლიდერი არჩეული იქნა პირველ ქართულ პარლამენტში, საქართველოს დამფუძნებელ კრებაში. იმ შრომისათვის, რაც მან გასწია ქართული სახელმწიფოს წინაშე 1918 წელს ბერლინში, ნიკო ნიკოლაძე დაჯილდოებული იქნა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის მიერ ქართველ ლეგიონერთა თამარ მეფის ორდენითა და სიგელით. 1920-იან წლებში ნიკოლაძე ემიგრაციაში იმყოფებოდა, როცა ბოლშევიკები შემოვიდნენ. 24 წელს იგი ემიგრაციიდან ბრუნდება და ბოლომდე ინარჩუნებდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრების წესს, ხალხს, ჯანმრთელ გონებას. ისე რომ ჩართული იყო ზაქესის მშენებლობაში, მისი მშენებელიც იყო საქართველოში პირველი ჰიდროელექტროინჟინერი ბესარიონ ჭიჭინაძე
დაარსებს საგამომცემლო სახლს ქართული წიგნის ამხანაგობა და მისი სახლი ბოლომდე მაშინდელი ცნობილი ქართველი მოღვაწეების თავშეყრის ცენტრს წარმოადგენდა თბილისში, ქალაქ ტუნის ქუჩაზე მდებარე. Აი ეს არის ნიკოლაძის ნაშრომები. ნიკო 80 წლის ასაკში სურათი შესრულებულია დიდი ქართველი მხატვრის გაბაშვილის მიერ და ნიკოლაძის უკანასკნელი ხელნაწერი, რომელიც მან, როგორც მისაღწევი ბარათი ისე გაუგზავნა პირველ ქართულ უნივერსიტეტს 1928 წელს. თავად დიდი ნიკო ევროპული დემოკრატიული აზროვნების ერთ-ერთი პირველი მეტროში საქართველოში კაცის სახელმწიფო 1928 წლის 1 აპრილს გარდაიცვალა 84 წლის ასაკში. იგი დაკრძალული იქნა მთაწმინდის პანთეონში და მას წესი აუგო შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძე. ეს არის ნიღაბი, რომელიც მას აუგეს გარდაცვალეს. მისი ძალიან საინტერესო წიგნების სახაურების ჩამონათვალი. და ჩამონათვალი იმ 40-ვე ჟურნალ გაზეთისა და ყველა ფსევდონიმისა, რაც ნიკოს სახელს უკავშირდება და ნიკოს დროინდელი პერიოდული პრესის ზოგიერთი ნიმუშის გამოფენა. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მოგახსენებათ ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი გახლავთ. ქალბატონ სალომეს ბებია მამის მხრიდან ნინო მაკაროვა იყო ნიკოს პირველი შვილი, რომელიც მას 1872 წელს ქორწინების გარეშე ურთიერთობის შედეგად შეეძინა. ამიტომ ვერ მიიღო ბავშვმა მაშინდელი კანონმდებლობის გამო მამის გვარი. დედით ადრე დაობლებული იგი მამის ხარჯით ჯერ პეტერბურგში იზრდებოდა სკოლა პანსიონში, ვიდრე ნიკომ მეორე მეუღლე ოლგა გურამიშვილი არ შეიტო ცოლად. ოლგამ გერი ოჯახში მიიღო როგორც საკუთარი შვილი, აღზარდა იგი ქართველ ქალად და მოგვიანებით ნინო მაკაროვა ცოლად გაყოლია ცნობილი იურისტს ივანე ზურაბიშვილს. მოგახსენებათ 20-იან წლებში ისინი მიდიან პოლიტიკურ ემიგრაციაში საფრანგეთში და ლევინის სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის კომპოზიტორ ლევან ზურაბიშვილის შვილია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ნიკოს პირველი მეუღლე ოლნელი ემიგრანტი საქართველოში ბოგუმინა ზემიანსკაია, ვისთანაც ნიკომ პარიზში ქორწინა 1975 წელს. მასთან მას ორი შვილი ჰყავდა, მაგრამ მათი ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა. 1893 წელს ნიკო ნიკოლაძე დაქორწინდა ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღა თადეუსის ასლ გურამიშვილის გარე ბიძაშვილთან ათულზე ოლგა ალექსანდრეს ასლ გურამიშვილთან. ვინაც ნიკოს დახმარებით ევროპული უმაღლესი განათლება მიიღო, მან დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და ერთხანს იგი გოგებაშვილთან დაახლოებული მასწავლებლის გახდა. 1940 წელს გარდაიცვალა იგი 85 წლის ასაკში. და მათი სამი საერთო შვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში არაორგანული ქიმიის კათედრის ხელმძღვანელი დიმიტრი მენდელეევის მოწაფე, პირველი სტუდენტი ქალი მთელს რუსეთის იმპერიაში, ვინც დაიმსახურა მანამდე მამაკაცებისთვის განკუთვნილი საუნივერსიტეტო სამხედრო მაგისტრატების უფლება, პროფესორი რუსუდან ნიკოლაძე, სიძე ნიკო ნიკოლაძისა ცნობილი ისტორიკოსი, პროფესორი მიხელი პოლიექტოვი და შვილი ნიკოლაძისა ფიზიკოსი დოცენტი ნიკი პოლიექტოვი. ნიკოლაძის 6 შვილის შორის ყველაზე უმცროსი თამარ ნიკოლაძე, ფიზიოლოგი და დოცენტი, ცნობილი ტალმოვარჯიშე. მისი მეუღლე, დიდი ქართველი მათემატიკოსი, აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი, შვილიშვილი პროფესორი გურამ მუსხელიშვილი, შვილთაშვილები მარინე და ოლგა მუსხელიშვილები. სამწუხაროდ გიორგი უშვილოდ გარდაიცვალა და ესე იგი ამჟამად ნიკოს შთამომავლობა ჰყავს ზურაბიშვილების ხაზით და მეორეს მხრივ მუსხელიშვილების შთამომავლობის ხაზით. ეხლა გიწევთ შემდეგ თამაში. სახლი მეგობრებო, გადახურული იყო და არის მარსელიდან ჩამოტანილი კრამიტით. თქვენ ხედავთ რომ ეს არის უფანჯრო ოთახი
და მინის გამჭირვად ეკრამიტების მეშვეობით აქ სპეციფიკური განათების სისტემაა მოწყობილი. ამ ოთახში ნიკოს თავისი სახელგანთქმული ბიბლიოთეკა ჰქონდა განთავსებული, რომელიც 20-იან წლებში ბოლშევიკებმა სასტიკად განადგურეს. ერთი რამე მინდა იცოდეთ. როცა შეხედავთ, რომ ვინმე წიგნს არ წყალობს, ან ამბობს, რომ არ წავიკითხავ და ისე გავაკრიტიკებ და სხვა, მივხვდით, რომ უკვე ბარბაროსთან გავცაგდე. ამაზე უფრო უკეთესი ლაკმუსის კახალდე არაფერი არ არსებობს, ისტორიით დადასტურებული ფაქტია. ეს არის დროებითი გამოფენა, რომელიც ასახავს ნიკოლაძესთან ყოფა ცხოვრებას სოფელ დიდჯიხაიში და ის ევროპული ქალაქები, საიდანაც ნიკოლაძე ინსპირაციას ღებულობდა თავისი ძალიან მაგარი საქმეებისთვის. და ნიკოლაძის დასავლეთ ევროპაში მოგზაურობის სამსახველი რუკა 1880-1927 წლებში. გამოგზავნეთ? მეგობრებო, ეთილი იყო თქვენი შემოგბრძანება ნიკოლაძის და ოლგა გურამიშვილის ვაჟის, დიდი ქართველი მეცნიერისა და სპორტსმენის გიორგი ნიკოლაძის ოთახში. ნიკოს შვილებს შორის გიორგი ერთადერთია, ვინც სოფელ დიდჯიხაიში ამ ოთახში დაიბადა. და მაინც ვინ იყო გიორგი ნიკოლაძე? გიორგი ნიკოლაძე გახდა პირველი ქართველი მეტალურგი. მან დაიწყო სწორედ ზესტაფონის სფეროს მშენებლობა, ამიტომაც გახლავთ იგი ეს მისივე სახელობისა. გიორგი ნიკოლაძე იყო დიდი ქართველი მათემატიკოსი. მათემატიკური სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში და საერთოდ საქართველოში უმაღლესი მათემატიკური სამეცნიერო სკოლის ავტორები არიან. აი ეს ადამიანები, თქვენ ხედავთ, ანდრია რაზმაძე, არჩილ ხარაძე, გიორგი ნიკოლაძე და მისი დისკმარი ნიკო მუსხელიშვილი. ეს არის გიორგი ნიკოლაძის მათემატიკური ნაშრომები, რომლებიც როგორც სახელმძღვანელოები ისე გამოიყენებოდა. ხოლო გიორგი ნიკოლაძეს დისერტაცია მათემატიკაში დაცული ჰქონდა სორბონას უნივერსიტეტში, მამამისის არიგოს. 1928 წელს იქვე მიენიჭა დოქტორის ხარისხი უმაღლესი დახასიათებით და აი ეს გახლავთ ფრანგულად შესრულებული გიორგის დისერტაცია. გიორგი ნიკოლაძე კი არის ასევე პირველი ქართველი, ვინც შექმნა ქართველთა შორის პირველმა გამომთვლელი მანქანა ელექტრული არითმომეტრი, რომელიც უფრო განვითარებული იყო ტექნიკურად, ვიდრე მაშინდელი არსებული მანქანები, ამიტომ გიორგის თხოვდნენ რომ გაეყიდა პატენტი, თუმცა გიორგიმ ერთი ცალი მერე სამშობლოში დაამზადა, დაიკარგა 30-იან წლებში და ახლახანს ივნისის თვეში ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თბილისში აღადგინა კვლავ მისი ეს გამოგონება, დემონსტრირება მოხდა მისი ფართო საზოგადოების წინაშე, ამით დამტკიცდა, რომ გიორგის ეს გამოგონება მარტო თეორია კი არა, ნამდვილად პრაქტიკული ღირებულების გამოგონება წარმოადგენდა. გიორგი ნიკოლაძე, მეგობრებო და სხვები, დიდჯიხაიში, ივანე ჯავახიშვილზე უფრო არა.
მუშაობა დაიწყეს ქართული სპორტული და ტექნიკური სიტყვების, ამ ტერმინოლოგიის შექმნის მიმართულებით. აი ჩვენ რომ გონია სიტყვები სულ ქართულში იყო სინამდვილეში მათი მოჭრებული და ენაში დამოკიდებული სიტყვია. 1300 ასეთი სიტყვა. მაგალითად ნატურა, ელექტროდენი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ხასტელობა, ზავროსტობა, წერტილი, წფე, მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა და ასე შემდეგ გიორგის მიერ შექმნილი ტერმინოლოგიური საზოგადოების ნამუშევარია. ხოლო სიტყვების ლიანდაგისა და ორთმოვანის ავტორი კი თავად გახლავთ დიდი ნიკო ნიკოლაძე. გიორგი ნიკოლაძე იყო სახელგანთქმული სპორტსმენი, პირველი ფიზიკური კულტურის მასწავლებელი ჩვენში, სპორტის მრავალი სახეობის პრესიორი, სახელგანთქმული ტანმოვარჯიშე. ტანმოვარჯიში და საზოგადოება შევარდების დამაარსებელი ერთ-ერთი ეგნატაშვილთან ერთად, რომლის დევიზიც იყო სიტყვები გუშაგო ვერს, მაგრამ ასე ესწავლებოდა ერთმანეთს ქუჩებში შევარდების წევრები და საიდან სიტყვები დედა ვოლგა შვილებს ყოველდღიას მიესალმებოდა ხოლმე. გუშაგო ვერს, შვილები მიუგებდნენ, მაგრამ რაღაც გასაკვირია, რომ ყველა მისი შვილი განსაკუთრებულად პატრიოტია. მე მისივე სახელობის მწვერვალები ხერსულეთში და პამირზე, გიორგი გახდა კურორტ ბაკურიანის დამაარსებელი და ბევრი სხვა დარგის წარჩინებული მოღვაწე. აი ეს სურათი კი ადროს მკორწნები 20-იან წლებში დაიტანეს ევროპაში მარკებზე, საფოსტო მარკებზე. ევროპული პრესა წერდა ქართველი აპოლონიას გიორგი ნიკოლაძის შესახებ. 1928 წელს გიორგი ნიკოლაძე პარიზში ცოლად ირთავს ცნობილი ქართველი ექიმის, კურორტ ოპერაციების დამაარსებლის, ვახტანგ ღამბაშიძის შვილს ჟორჟეტას. პარიზში იწერენ ჯვარს და ველოსიპედით მოგზაურობენ ევროპის გარშემო და იმავე წელსვერს ბრუნდებიან უკან. სხვადასხვა გიორგი და ჟორჟეტას მიმოწერაში ორი ძალიან საინტერესო ფრაზაა. ერთ წერილში ჟორჟეტა ქმარს წერს, მაშინ შეყარებულს მე უკვე ქმარს. შენ ხარ ჩემი გულის საქართველო და პასუხი იყო შენ კი ჩემი გულის პარიზი. და გიორგი წერდა ჟორჟეტას თავდაპირველად შენ ჩემს გულში ადგილი გეკავა როგორც პატარა ცემს. მერე გაიზარდე და გახდი როგორც თბილისი. ახლა კი ხარ როგორც პარიზი, სოფიოს დედაქალაქიო, ასეთი რომანტიკული მიმოწერა ჰქონდათ მათ. მაგრამ სამწუხაროდ 1931 წელს გიორგი ნიკოლაძე ჯერ კიდევ ახალგაზრდა 42 წლის ასაკში ფილტობის ორმხრივი ანთებით გარდაიცვალა უშილოდ. ასე ტრაგიკულად დამთავრდა ამ სიყვარულის ისტორია. უდიდესი გამოხმაურება ჰქონდა ამ დიდი ადამიანის გარდაცვალებას. ნახეთ, რამდენი ადამიანი მას მიაცილებდა ბოლო გზაზე და ამჟამად გიორგი ნიკოლაძე განისვენებს დიდობის პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა შორის. ეს კი გახლავთ სიტყვები მისივე ლექსიდან, მისი ცხოვრებისეული პრინციპი. მიყვარს სამშობლო, მეუბედური, რაღაც საოცარ სიყვარულით. ამ სიყვარულით იცხოვრა ამ ოჯახმა ისე როგორც გიორგი ნიკოლაძე. რასაკვირველია წარმოდგენილი იყო ყველა ნივთი მეგობრებო ისეული გახლავთ. გამით ჩვენი ექსკურსია დასრულებულია. თუ რაიმე კითხვა გაქვს, მორადე პირველში უნდა ვთქვათ, რომ 1870-იანი წლებისთვის გადაიკვეთა ილია ჭავჭავაძის და ნიკო ნიკოლაძის გზები. ჯერ კიდევ 60-იან წლებში პრინციპში, როდესაც პეტერბურგში ჩასულა
ნიკო ნიკოლაძე სასწავლებლად მას უთხრეს, რომ აქ ქართული დიასპორა ძლიერი იყო, იმიტომ რომ ერთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ქართველი ქართული დიასპორას ხელმძღვანელობდა, ეს იყო ილია ჭავჭავაძე. 70-იან წლებში რასაკვირველია, ილიას გარდა უკვე საქმე აღარ იყო საქართველოში, მაგრამ აქ ისევ ხდება ეს ორი დიდი ქართველი ერთმანეთს. საინტერესო ორი ეპიზოდია მათ ცხოვრებაში. პირველი, 70-იან წლებში თქვენ გახსოვთ, როდესაც ილია ჭავჭავაძეს გული აუცხრეს საზოგადოებრივ საქმიანობაზე და დუშეთში იგი სახელმწიფო სამსახურში შედის, ნიკო ნიკოლაძე წერს, რომ მან 5 ჯერ შეკრიბა გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები, ააკითხა ილიას და დააბრუნა იგი ქართული საქმის სათავეში. საერთოდ ნიკოს ახასიათებდა, რომ პირველობა დაეთმო სხვისთვის, თუ ეს საქმიანო საქმეს ჭირდებოდა. 1875 წელს, როდესაც პირიქით ნიკო ნიკოლაძეს აუცხრდება გული და გარბის საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან შორს ევროპაში, მას საპასუხო წერილი მიადევნა ილია ჭავჭავაძემ და მაშინ დაანამუსა ნიკო ნიკოლაძე და უთხრა, რომ სად ვტოვებ, ვის ხელში ვტოვებ და ამ წერილში ილია ნიკოს ეძახის დიდ ნიკოს და თავისი თაობის ფალავანს. თუმცა 70-იანი წლებიდან რიგ საკითხებში განსხვავება იჩენს თავს ამ ორ ქართულ მოღვაწეს შორის. ეს არის არა პრინციპული საკითხები, როგორც ნიკო ნიკოლაძე წერდა, არამედ ტაქტიკური საკითხები. კერძოდ, უპირველესი განსხვავება იყო ბანკებთან დაკავშირებით. ნიკო ნიკოლაძეს და ილიას ჰქონდა პირობებს საქართველოში ბანკის დაარსების იდეა. სხვადასხვა ნიკო ნიკოლაძე ცდილობდა, რომ დაეარსებინა ეს ბანკი კიდევ საქართველოში, ქუთაისის ბანკს გულისხმობ, თუმცა მან მაშინ ეს ვერ განახორციელა, მოგესალმებით მე უკვე ილიამ დაარსა ქუთაისის ბანკი და ბესარიონ გოგობერიძე ჩაუდგა რა ქუთაისის ბანკს სათავეში, მალე უკვე საბანკო პოლიტიკაზე განსხვავება მიჩინა თავი. ანუ იდეა ნიკოსი იყო. იდეა ნიკოსი იყო. განახორციელა ილია. ილია განახორციელა, ბესარიონ გოგობერიძის კანდიდატურაც ასევე ნიკოსი იყო. გამოიწვევდა, მაგრამ ახლა განსხვავება რაში იყო? მოგვიანებით ნიკო ნიკოლაძე წერდა, მართალია ბანკი აუცილებლად დასარსებელი ორგანიზმია და კარგია რომ ილია ჭავჭავაძემ ბანკი დაარსა საქართველოში, მაგრამ მისი აზრით არ შეიძლებოდა ქართული საბანკო პოლიტიკა ბანკების წესდება ყოფილიყო თარგმანი რუსული და გერმანული ბანკებისა. მისი აზრით აუცილებელი იყო ადგილობრივი გეოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური თავისებურების გათვალისწინება, სხვა შემთხვევაში ნიკოს აზრით ბანკი პარაზიტად იქცეოდა. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი. ნიკო ნიკოლაძეს ბანკის შესახებ ცოტა განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა ვიდრე ილიას. უნდა ითქვას, რომ ილიას წარმოდგენა ბანკის შესახებ უფრო თანამედროვეა, ვიდრე ნიკოს წარმოდგენა. ნიკოს ჰქონდა სათემო ბანკების იდეა. სათემო ბანკი ერთი მან ჯიხაში დაარსა, ამ ბანკებში შეძლებული ადამიანები დებდნენ ფულს და მერე ქონება, რომელიც იქნებოდა გარანტია, ბანკი იღებდა თავდებას, რომ ეს ქონება კი არ გაეყიდა ბაზარზე, არამედ საზოგადოებრივი სიკეთისთვის გამოეყენებინა. რა თქმა უნდა, ილია მას არ იზიარებდა ამას, ილია ფიქრობდა, რომ ბანკი თუ აიღებდა ქონებას, ისევ ბაზარს უნდა დაბრუნდებოდა. თუმცა ერთი საკითხიც იყო კიდევ. ნიკო წერდა, ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, თუმცა თავად აზნაურების ქონება ბანკმა შეისყიდა. მაგრამ თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ ადგილობრივ თავისებურებას, თუ მოსახლეობა ქართული არ გაძლიერდება ეკონომიკურად, მაშინ ქონება მიწა და ყველაფერი. მათ სახლები, ეს ნუ ყველაფერი ქონება. სად მიგვაქვს ეს ქონება? ნიკო ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში ეკონომიკურად გაძლიერების გარეშე ეს ქონება აღმოჩნდებოდა ისევ უცხოელების ხელში. რასაც როგორც ილია ჭავჭავაძე, ისე ნიკო ნიკოლაძე არ ეთანხმებოდა იმ პირობებში, როცა საქართველო არ იყო დამოუკიდებელი, ბუნებრივი იყო, რომ უცხოელები, რუსები და სხვები თუ ჩაგიდნენ ხელში ამ ქონებას, საქართველოს არსებობა უკვე დგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. და კიდევ ერთი საკითხი, რამაც განასხვავება ერთმანეთისაგან ტაქტიკურად, ეგრეთ წოდებული პირველი დასი და მეორე დასელები. პირველი დასელები უფრო მეტ აქცენტს აკეთებდნენ ეროვნული კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე. მაგრამ და მეორე რიგი საკითხად მიაჩნდა სოციალური თემატიკა. რაც შეეხება მეორე დასელებს, ამ შემთხვევაში უფრო ყურადღებას ვამახვილებ ნიკო ნიკოლაძეზე, ვინაიდან ნიკო ნიკოლაძე კლასიკური გაგები მეორე დასელი მაინც არ იყო, ის ამბობდა, რომ ერთნაირი მნიშვნელობა აქვს როგორც სოციალურ საკითხებს, ასევე ეროვნულ საკითხებს. ნიკო ნიკოლაძე ამბობდა, რომ ეროვნული გზნობების გადაჭარბება, როცა არ არის პოლიტიკურად ხელსაყრელი ვითარება, ცუდია, ჩვენ უნდა დაველოდოთ ხელსაყრელ ვითარებას და მერე უკვე ეროვნული მოძრაობა მოიკრიბოს ძალებს, მაგრამ ეროვნულმა მოძრაობამ ძალა რომ მოიკრიბოს, ხალხი ჩვენ სოციალურად, ეკონომიკურად, კულტურულად უნდა გავაძლიეროთ. მეტი განათლება უნდა მივცეთ და მერე ხელსაყრელ პირობებში უკვე რა თქმა უნდა ეროვნული დამოუკიდებლობაც იქნება შესაძლებელი. ესე იგი ნიკო ამბობდა, რომ ეროვნული დამოუკიდებლობა და ეკონომიკური საკითხები მედლის ორ მხარეს წარმოადგენდა. დღეს როცა ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, წუნდებით ამაში. მე მგონი, რომ ადიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ საკითხებს, ნამდვილი ეროვნული
დამოუკიდებლობის არსებობისათვის. აი ეს იყო ის ძირითადი ტაქტიკური საკითხები, როგორც რის გამოც ტემპერამენტიანმა ქართველებმა, ილიამ და ნიკომ, ჯერ პრესაში ლანძღეს ერთმანეთი, მერე ეს ლანძღვა ისე შორს წავიდა, რომ 1980 წელს დუელში გამოიწვიეს ერთმანეთი. და რომ არა სიმბორსკი ცნობილი პოლონელი მოღვაწე, ვინც აბღავლებული, ატირებული, ფეხქვე ჩაუვარდა და უთხრა რა შვებით მე დამახალე დებეცხელი ტყვიაო, ვინიცის რა მოხდებოდა? რა იქ არც ერთი არ იქნებოდა მართალ ეს საქართველოს დაიღუპებოდა იმ პერიოდში შეიძლება ასეც ითქვას. და მე ესენი გამოერკვნენ ბურუსიდან მალევე. ამის მერე იყო, რომ ეს მათ წენა გულში არ ჩაიძვეს. ამის მერე იყო, რომ 3 წლის შემდგომ ქვისლები ხდებიან ერთმანეთის ნიკო ნიკოლაძე და ილია ჭავჭავაძე. აქამდე იყო, რომ ოლგა გურამიშვილი ნიკოლაძესთან გააცნო ილია ჭავჭავაძემ ნიკო ნიკოლაძეს. და 1993 წელს აშენგარი დუელიდან 3 წლის თავზე მათი ქორწილიც ხომ ილიამ გადაიხადა და თავად იყო თამა და სუფრისა, სადაც თამა და ილიამ მეფე ნიკოს ასე მიმართა. ჩემო ნიკო, აქამდე ჩვენი სულიერი ძმობა არსებობდა, ახლა ჩვენი ოჯახის ოლიკოების დახმარებით ჩვენი ნამდვილი ძმობა შედგებაო. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. 1917 წელს, როცა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც მოგეხსენებათ, ეს იყო ილია ჭავჭავაძის სურვილი 1900-იან წლებში რომ შექმნილი იყო, მაშინ ვერ მოხერხდა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იყო ერთადერთი ილიას პოზიციებზე მდგარი პარტია, მისი ერთ-ერთი დამაარსებელი იყო ნიკო ნიკოლაძე. პრეზიდიუმის საპატიო თავმჯდომარე იყო ნიკო ნიკოლაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო ნიკო ნიკოლაძე და ერთ-ერთი მოთავე დამფუძნებელი კრებაში. ანუ ამით მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ის ტაქტიკური საკითხები რჩებოდა მხოლოდ ტაქტიკურ საკითხებად, პრინციპულ საკითხებში ისინი იყვნენ ერთიანი და საბოლოოდ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის სადავეები აღმოჩნდა ნიკო ნიკოლაძეს ხელთ, ეს მიანიშნებს, რომ ილიას გზაზე იდგა და არავითარი თვისობრივი განსხვავება მათში არ არსებობდა. თქვენს წინაშეა წარმოდგენილი ევროპელი ქართველის ნიკო ნიკოლაძის ხელნაწერი. იგი წერდა: ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოდ უნდა მიგვაჩნდესო. ასეთი იყო ნიკო ნიკოლაძის დამოკიდებულება საქართველოსა და დანარჩენი მსოფლიოს ევროპული ცივილიზაციის მიმართ. ნიკო ნიკოლაძის მამა იაკობ ნიკოლაძე ქუთაისელი დიდვაჭარი იყო. იგი პირველი გილდეის ქართველი ვაჭარი გახდათ თავის ძმებთან, გრიგოლ და ივანე ნიკოლაძეებთან ერთად. როგორც ცნობილია, იაკობ ნიკოლაძე თანამედროვე საქართველოში ქართველთა შორის ერთ-ერთ პირველ ქართველ ბიზნესმენად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ცნობისათვის იგი იყო პირველი ქართველი ბიზნესმენი, ვინც ევროპიდან და რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიებიდან საქონელი სახმელეთო გზით კი არა საზღვაო ტრანსპორტით შემოიტანა, რომ წარმოვიდგინოთ მათი მოღვაწეობის მასშტაბი, მაშინ ჩვენ დავინახავთ, რომ იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის წერილი არსებობს ნიკო ნიკოლაძის მამის იაკობის მიმართ, რომელთაც მას მადლობას უხდის და იმანაც კარგად ჩანს მათი მოღვაწეობის ფართო ასპარეზი. აქვე მინდა გავიხსენო ერთი საინტერესო ეპიზოდი მათ ცხოვრებაში, მამაშვილის ურთიერთობაში. როდესაც იაკობ ნიკოლაძე დაარწმუნეს, რომ თავისი ვაჟისთვის, ნიკოსთვის ხელი შეეწყო და მას მიეღო საუნივერსიტეტო განათლება, მოგვიანებით ნიკოლაძე გაემგზავრა ევროპაში და იგი პირველი ქართველი ხდება ევროპული უმაღლესი განათლებით. მამას რა თქმა უნდა ფინანსურ დახმარებას თხოვდა და ნიკოლაძის არქივში ერთი საინტერესო წერილია შემორჩენილი. ცნობილია, ძალიან საინტერესო მიმოწერა ჰქონდა ევროპაში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს და მის მამას იაკობს ერთმანეთთან. ერთ წერილში ნიკო მამას წერდა: ძვირფასო მამა, თო ფინანსური სახსრებით დამეხმარო. იაკობს ასევე ენაკვიმატს მისთვის საპასუხოდ შემდეგი პასუხი დაუბრუნებია: ნიკო შვილო, ძვირფასი მე კი არა, შენ ხარ ჩემთვის, ვინაიდან იმდენი მიჯდება შენი ევროპაში შენახვაო. ასეთი ყოფილა მამაშვილის, იაკობისა და ნიკოს ურთიერთობა. აი ახლა მოვდივარ და ესე გული მიფანცხალებს, აი როდესაც ნაბიჯებს ვადგა, დავგრძნობ, რომ აქ ასევე დადიოდა და ამ მიწაზე აბიჯებდა ნიკო ნიკოლაძე. აი გულით გეუბნებით, რომ რაღაცნაირად გული მიფანცხალებს და გრძნობ მის ნაბიჯებს.
ეს როგორ გითხრათ, აი როგორი შეიძლება იცი, მე რა გიხწერთ რა კიდე. რაღაცნაირად სულში გულში სიმშვიდე, ხორიაკი, ნირვანა როგორც ნიკოს უყვარდა, აი ეს გზნობა მეუფლება. ასევე უბედნიერესი ვარ, რომ აი ამ სამფლობელოს ჩემი ნიკო ნიკოლაძის სახლს და მის მუზეუმს ხელმძღვანელობს გიორგი ფანცულაი. აი არ ვიცი რა, ძალიან მაგარი ადამიანი, ყველანაირად განათლებული, ტკბილი მოუბარი, მოაზროვნე და აი რა გული და სულით ყველა ჯერზე გადმოცემს, როცა გიყვება ნიკოს შესახებ, ამ მუზეუმის დაარსებისა და ნიკოს ცხოვრების შესახებ, ხატრულად, მთელი გრძნობით, აი ნამდვილად ბედნიერია ვარ, რომ ნიკოს სახლ-მუზეუმს ხელმძღვანელობს გიორგი ფანცულაი, ასეთი ნიჭიერი, გულიანი და კარგი ადამიანი. სურათებში მისი ოჯახის ნახე უსაყვარლესი, ულამაზესი მეუღლე და ბავშვები ულამაზესები. თვალებში ოჯახს ეტყობა ის დიდი გზნობა და სიყვარული, რაც მათში დევს. ჩემო გიორგი, დიდხანს იყავი ჩემი ნიკო სახლ-მუზეუმში მის სადიდებლად. შენი ოჯახით ბედნიერი მეფოლეს სულ.